მოგესალმებით, თქვენ უყურებთ სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის საქართველოს ვიდეო პოდკასტს სახელწოდებით როგორ და რატომ და მე მისი წამყვანი ერეკლე შუბითიძე ვარ. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გველოდება. დღეს ვისაუბრებთ დისკუსიებზე, ვისაუბრებთ კამათზე, ვისაუბრებთ დებატებზე, ყველა იმ ელემენტზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე დემოკრატიული სამყაროს ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებით სოციალური მედიის აღზევებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის პერიოდში. დღეს ჩვენი სტუმარია დებატების სპეციალისტი ბატონი გიორგი თვალიაშვილი. ვიდრე დავიწყებდეთ, მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ სიმართლე გაცილებით უფრო რთულად ვრცელდება ვიდრე დეზინფორმაცია, ამიტომ გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეო, იაქტიუროთ კომენტარებში და რა თქმა უნდა გამოიწეროთ ჩვენი საინფორმაციო თავდაცვის ლეგიონის YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. და დიდი მადლობა გიორგის სტუმრობისთვის. ჩვენ ტრადიციულად ვიწყებთ ხოლმე კონტექსტის შექმნით. ამიტომ ჩემი პირველი კითხვა იქნება, რა როლი აქვს დებატებს თანამედროვე დემოკრატიულ საზოგადოებაში? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ ესეთ საინტერესო კონტენტი გაქვთ. მე როგორც თქვენი ერთ-ერთი მაყურებელი და გულშემატკივარი ძალიან გამიხარდა რომ მომიწვიეთ და ესეთ საინტერესო თემით შემოთავაზეთ რომ გვესაუბრა, რასაც ქვია დებატები. და თქვენს კითხვას გავცემ პირველ რიგში პასუხს, დებატები რა როლი აქვს დებატებს დემოკრატიული ქვეყნის ცხოვრებაში. დებატები არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გადამწყვეტი საკითხი, ერთ-ერთი გადამწყვეტი საშუალება თუ გვინდა ჩვენ ნამდვილ ჭეშმარიტ დემოკრატიას მივაღწიოთ. თუნდაც ამას თუ გადავხედოთ ჩვენ შორეული პერსპექტივიდან, დებატები არ არის ახალი სიტყვა, არ შექმნილა 21 საუკუნეში და შეიძლება ითქვას, რომ არისტოტელეს დროიდან, უხსოვარი დროიდან მოდის ეს როგორც კამათის ხელოვნება. შესაბამისად აქედან რომ პატარა დასკვნასავით გავაკეთოთ, დებატები არის ორი ან მეტი მხარეს შორის დიალოგი, კამათი, რაღაც დისკუსია, ხანდახან ჭეშმარიტების საძიებლად, თუმცა საქართველოში მით უმეტეს როგორც დებატებს, როგორც ხელოვნების ინსტრუმენტს, ჩვენ არ ვიყენებთ ხოლმე კამათის ჭეშმარიტების საძიებლად, არამედ მივდივართ იმისთვის, კამათობთ იმისთვის, რომ ვეპაექროთ და გამოიკვეთოს პოზიციები. მით უმეტეს თუ ჩვენ ვისაუბრებთ და აღნიშნავთ რომ დებატები არის ერთი და იგივე საკითხის სხვადასხვა მხრიდან დანახვა, ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა შევძლოთ რომ საკითხს შევხედოთ როგორც ერთი რაკურსიდან, ასევე მეორე რაკურსიდან. შესაბამისად თუ დემოკრატიაზე ვისაუბრებთ, ძნელია დემოკრატიას გზა ავარიდოთ, თვალი დავხუჭოთ თუ მეორე მხრიდანაც არ დავინახოთ. შესაბამისად დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია დებატები, როდესაც ერთ საკითხზე მიუხედავად იმისა, ხანდახან ვეთანხმებით თუ არ ვეთანხმებით, გამოვიდეთ ჩვენი, ასე ვთქვათ, ქურქიდან, ჩვენი კანიდან და სხვა მხრიდან დავუწყოთ საკითხს უყურებ, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად შეიძლება ვამტკიცოთ, რომ კვერცხი არის თეთრი და მეორე მხარემ ამტკიცოს, რომ კვერცხი არის ოვალური ფორმის, თუმცა ამ შემთხვევაში ორივე მართალი იყოს. იმიტომ რომ კვერცხი როგორც თეთრიც არის, ასევე ოვალური და შესაბამისად რაკურსიდან შეხედავ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიახ. ძალიან საინტერესოა თქვენ ახსენეთ ისტორიული კონტექსტი და ჩემი შემდეგი კითხვა ზუსტად ამაზე არის, რომ სანამ ვისაუბრებთ იმაზე, რა როლი აქვს დებატებს დღევანდელ საინფორმაციო საზოგადოებაში, სადაც აი სოციალური მედია ეხმარება ბაბლების შექმნას, რომ განსხვავებული აზრის მიუღებლობა შეიქმნას, ცოტა რთული არის კამათში შესვლა, როდესაც სოციალურ მედიაში ცხოვრობს მოსახლეობის უმეტესობა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია ისტორიულ კონტექსტში დავინახოთ, რა ფუნქცია ჰქონდა კაცობრიობისთვის ისტორიულ კონტექსტში დებატებს. როგორც ვახსენე არისტოტელიდან მოყოლებული, შემდგომ უკვე მაგალითად აგორას შემთხვევაში, ძველ საბერძნეთში, ძველ რომში ყოველთვის გამოიყენებოდა დებატების სხვადასხვა ფორმები. მათ შორის იყო აგორას შემთხვევას თუ განვიხილავთ, იქაც იყო ერთ-ერთი დებატების ფორმა, ოღონდ იქ ცოტა განსხვავებული იყო და ამ რეალობიდან რო შევხედოთ, არ იყო სწორი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იქ ვინც უფრო ხმამაღლა ილაპარაკებდა, ის იყო გამარჯვებული და მისი პოზიცია იყო სწორი. ეს რა თქმა უნდა დემოკრატიას ხელს უშლის, რა თქმა უნდა არასწორია, მაგრამ ჩვენ უნდა შევადაროთ, რომ ეხლა აღარ ვიმყოფებით იმ ხანაში, ბევრი საუკუნის წინ. დღესდღეობით გაცილებით უფრო ცივილური სამყარო არის, ამ შემთხვევაში უმნიშვნელოვანესია ჩვენ ოპონენტებს მოусმინოთ, მათი აზრი გავითვალისწინოთ და დებატების მთავარი საყრდენი ზუსტად ეს არის, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ოპონენტებს. და არა ისე, როგორც სამწუხაროდ სხვადასხვა რეალობებში გვხვდება ხოლმე, როდესაც ორი პოზიცია არსებობს,
და ერთს მაგალითად ხელეწიფება რომ მიკროფონი გაუთიშოს მეორეს და გააჩუმოს მაშინ როცა მისთვის უსიამოვნო ფაქტი ან მისთვის უსიამოვნო საუბარი ან არგუმენტის მოყვანა ხდება. რო გადავხედოთ ის ისტორიულ კონტექსტს, ფორმალური დებატები, არსებობს დებატების რამოდენიმე სახეობა. აი ეს აგორაზე როცა გამოიყენებდნენ, ყვირილით როცა ამტკიცებდნენ თავიანთ სისწორეს და ისევ ხავს უსვავეს უკვე მცდარია და არასწორია, თუმცა დღესდღეობით რა თქმა უნდა, თუმცა დღესდღეობითაც ზოგ-ზოგიერთი პოლიტიკოსი ესეც ცდილობს თავისი პოზიციის დამტკიცებას, ეს არ არის სწორი. დღესდღეობით ძალიან მნიშვნელოვანია არგუმენტირებული მსჯელობა. ამას შესაბამისად ჩვენ შეგვიძლია უწოდოთ ფორმალური დებატები. ფორმალური დებატები შეიქმნა მე-20 საუკუნის დასაწყისში და ამის ფუძემდებელი იყო კარლ პოპერი, ბრიტანელი ფილოსოფოსი, რომელმაც მრავალი წელი დახარჯა ფორმალური დებატების ჩამოყალიბებას. შესაძლოა შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ დებატები არის ერთგვარი სპორტის, ოღონდ ინტელექტუალური სპორტის სახეობა, რომელსაც სხვადასხვა წესები აქვს. იგივე ანალოგია შეგვიძლია გავაკეთოთ ბურთით თამაშზე. ბურთით თამაშიც ბევრი თამაშობს. ოღონდ ბურთით თამაში არ არის ერთი სახეობის. სხვადასხვა ბურთით თამაში, იქ ფეხბურთია, იქ კალათბურთი არის, იქ რაგბი არის, იქ ფრენბურთია და ასე შემდეგ. დებატებშიც მასე არის, არსებობს ძირითადი რამდენიმე ფორმატი, ეძახით დებატების ფორმატებს. შეგვიძლია ვისაუბროთ ამაზე. აუცილებლად. ეხლავე ან თუნდაც მე, ეხლავე ვისაუბროთ. ეხლავე, კი ბატონო. ძირითადი ფორმატები რა არის დებატების? თავიდან როგორც გითხარით, კარლ პოპერმა შექმნა და პირველი კლასიკა დებატების ეს არის ფასეულობითი დებატი, სადაც კამათი მიმდინარეობს პოზიციაზე, სადაც არსებობს ორი მხარე და ერთი პოზიცია ამტკიცებს, ერთი მხარე ამტკიცებს, რომ ეს პოზიცია გამართლებულია, ხოლო მეორე ამბობს, რომ ეს პოზიცია არ არის გამართლებული. ამ შემთხვევაში ესე უტრირებულად რო ვთქვათ, მეორე ეწინააღმდეგება ამ პირველ მხარეს. გუნდების სახელებიც, რადგან ფორმალურ დებატებზე გვაქვს საუბარი, ქვიათ მტკიცებითი და უარყოფელი. შესაბამისად, ერთი გუნდი ამტკიცებს პოზიციას, მეორე უარყოფს. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკამათო თემა იყოს თანაბრად ორივე მხარისთვის. ანუ 50-50, როგორც შეიძლება ეს მტკიცება, ასევე უარყოფა. საკითხები შეიძლება იყოს ნებისმიერი, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ჭეშმარიტება და კამათი უნდა შეიძლება იყოს. მაგალითად, შეიძლება იყოს კამათი დღესდღეობით ძალიან აქტუალური არის არასრულწლოვნების დამნაშავე არასრულწლოვნები. მაგალითად, შესაძლებელი ამაზე იყოს კამათი, რომ არასრულწლოვანი დამნაშავეები ისევე უნდა ისჯებოდნენ თუ არა, როგორც სრულწლოვანი დამნაშავეები. რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებელიც ბევრი მას შეიძლება თქვას და გაიფიქროს, რომ უნდა ისჯებოდნენ, იმიტომ რომ ისიც დამნაშავე, ისიც დამნაშავე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ არ უნდა ისჯებოდნენ, იმიტომ რომ ის არასრულწლოვანია და არ აქვს გათვითცნობიერებული რას ჩადის. და ასე შემდგომ უამრავი არგუმენტი შეიძლება იყოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არის ერთ-ერთი თემა, რაც მოვიყვანე, უამრავი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ შესაბამისად ხდებოდეს ორივე მხრიდან კამათი. თუნდაც ასევე ძალიან აქტუალური თემა დღესდღეობით რაც არის, საქართველოს უნდა იყოს თუ არა ევროკავშირთან ახლო მეგობრულ ურთიერთობაში. აქამდე სტატისტიკით კი ვიცოდით, რომ დაახლოებით 84% საქართველოს მოსახლეობის ამას მხარს უჭერს, თუმცა არსებობს მცირე, შეგვიძლია მარგინალური ჯგუფების დავარქვათ, ისეთი, ვინც ამ საკითხს და საქართველოს ცივილიზაციას აფერხებს და ხელს უშლის და ამბობენ, რომ ევროპა ცუდია, ევროპასთან არ გვინდა ურთიერთობა. თუმცა ამ მოსაზრებასაც არსებობა გააჩნია და ამასაც შეგვიძლია ვიკამათოთ. რომ საქართველოს უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის, ასე ვთქვათ, სამ ოჯახში, თუ არ უნდა იყოს. აქვე დავწერ წლების წინ ყველა ვთანხმდებოდით, რომ უნდა იყოს, მაგრამ დღესდღეობით გამოჩნდა რაღაც ჯგუფები, ვინც ამბობენ, რომ არ უნდა იყოს და ამიტომ შეგვიძლია ეს საკითხი საკამათო. არა, ჯგუფები ყოველთვის იყო სტატისტიკურად ყოველთვის იყო. და არც თუ ისე პოპულარული. ანუ ერთი ფორმატი დებატების კლასიკა, შეგვიძლია უწოდოთ, ეს არის კარლ პოპერის ფორმატი, რომელსაც მეორენაირად ეძახიან ხოლმე ფასეულობით ან ღირებულობით ფორმატს. რომელზეც არის დაშენებული დებატების სხვა დანარჩენი ფორმატები. ანუ ეს არის საწყისი შეიძლება ეს არის საწყისი. საქართველოში დებატების ისტორია იწყება, ფორმალური დებატების ისტორია იწყება 1997 წლიდან, როდესაც ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ამერიკული ორგანიზაცია შემოიტანა საქართველოში ეს პროგრამა და ძალიან აქტუალური იყო, თითქმის მთელ საქართველოს ყველა ქალაქს მოიცავდა. უამრავ სკოლაში არსებობდა ეს პროგრამა და უამრავმა
მაშინდელმა მოსწავლემ, მერე სტუდენტებმა გაიარეს, გადამზადება ისწავლეს ეს დებატების ხელოვნება. Როგორც საუბარი არ მაქვს მხოლოდ ოპერის იგივე ფასეულობით ფორმატზე, არამედ იყო სხვადასხვა ფორმატები. შესაბამისად, რა კი ვამბობთ, რომ ლიბო, საწყისი არის მაინც ფასეულობათა ფორმატი, ეს არის სკოლაში სასურველია ისწავლებოდეს დაახლოებით მე-7 მე-8 კლასიდან, სადღაც მე-9-10 კლასის მოსწავლეებისთვის, როდესაც ახალგაზრდები ყველაზე მეტად ჭიდაობენ გონებით, ასე ვთქვათ, ეს მიყვარს ხოლმე ამ ფრაზის თქმა, ილესავენ ენებს და არგუმენტირებულ პაექრობაში მოდიან თავის მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, მასწავლებლებთან, კლასელებთან და ასე შემდეგ. ეს არის ასე ვთქვათ საწყისი. ამის შემდგომი ფორმატი, ეს ჩემი რეკომენდაცია არ არის მხოლოდ დებატების ექსპერტები, ვინც არიან ამ კუთხით ყველა მაგას ამბობს. შემდგომი ფორმატი არის უკვე ფასეულობითი, იგივე სახელი აქვს თითქმის ფასეულობითი ფორმატი, ოღონდ პოლიტიკური ელემენტებით. ნახეთ, რაში არის ახლა საქმე. პოლიტიკური ელემენტები ხშირად მით უმეტეს დღევანდელ საზოგადოებაში ცოტა ესე ცუდათაც ისმის ხოლმე ყურში და პოლარიზებულია მაინც საზოგადოება და გაურბის პოლიტიკას. ზოგიერთი ამბობს, რომ პოლიტიკაში არ ვერევი არა და ყველაფერი პოლიტიკა. ქართულ ენაში ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი სიტყვა პოლიტიკა. ინგლისურში ეს სიტყვა არის ორნაირად, არის როგორც politics, ასევე policy. შესაბამისად, politics არის პოლიტიკა, რომელსაც აგერ პარლამენტარები, მინისტრები და ასე შემდგომ ხალხი, ეს არის politics ინგლისურად, პოლიტიკოსები, ასე ვთქვათ, ხოლო policy არის გარკვეულწილად სტრატეგია, ქმედება, მიმართულება, პოლიტიკის შექმნა. დიახ, პოლიტიკის შექმნა, ქართულში ისე მაგას მიდგომა შექმნა, ბევრი სხვათა შორის მე და რამოდენიმე ჩემი კოლეგა ამაზე ბევრს ვჯელობთ ხოლმე, რომ იქნება ეს პოლიტიკა შევცვალოთ რაღაც სხვა სიტყვით. რომ ვინმეში გაურკვევლობა და ბნეულობა არ გამოიწვიოს, იმიტომ რომ პირადად ჩემთვის ყველაზე საყვარელი ფორმატი არის ეს ფასეულობითი დებატები პოლიტიკური ელემენტებით. მოკლედ ვეძახით ხოლმე policy debates, ანუ პოლიტიკურ დებატებს ქართულად რომ თარგმნო. ანუ როგორც სწორედ მივხვდი, განსხვავება არის, რომ პირველი, ანუ პოპერის ღირებულებები არის რაღაც თემას ვირჩევთ და ვკამათობთ ორი სხვადასხვა მოწინააღმდეგე პოზიციიდან და მეორე ფორმატი არის ვკამათობთ მოწინააღმდეგე პოზიციიდან, მაგრამ რაღაც გადაწყვეტილებაზე, ანუ როგორ უნდა დიახ, მანდეთ მივდივარ. ესე იგი, პირველი ფორმატი, როგორც აღნიშნე, ეს არის, რომ საკითხი იყოს საკამათო და თანაბრად აი სასწორივით იყოს, ორი მხარე კონდეს, რომელიც უფრო კარგ არგუმენტებს ჩამოაყალიბებს იმ პოზიციამ გადაძლიოს. აქ რა თქმა უნდა ბევრი სხვა ქვედინებები არსებობს, მაგალითად გუნდის წევრები რამდენი უნდა იყვნენ, თითოეულ მომხსენებელს რამდენი წუთია გამოსვლა და ძალიან ეს ფორმალიზებულია როგორც ნებისმიერ სხვა სპორტში, ინტელექტუალურში თუ ფიზიკურ სპორტში ძალიან მკაცრი წესები აქვს დებატებს. ანუ ფასეულობით იგივე პოპერის დებატი, სადაც საკითხზე მიმდინარეობს კამათი, მომწონს, არ მომწონს და რატო მომწონს და რატო არ მომწონს, ხოლო policy debate-ში არის უკვე საკითხი დაყენებული და ამის მოგვარებაზე მიმდინარეობს. მეორენაირად რო ვთქვათ, ეს არის გარკვეულწილად პროექტის დაწერა. ერთ გუნდს შემოაქვს თავისი პროექტი, როგორ უნდა მოგვარდეს, ხოლო მეორე გუნდი აკრიტიკებს ამ პროექტში არსებულ ელემენტებს, რომელიმე თუნდაც ერთ ელემენტს, მაგალითად ერთ მტკიცებ თუ არის საკამათო თემა, რომ პირობითად ქალთა უფლებები დაცული უნდა იყოს, ამ შემთხვევაში გუნდს შემოაქვს საკამათო თემა, როგორ უნდა იყოს ქალთა უფლებები დაცული, რომელი ქალის უფლებები უნდა იყოს დაცული, მოძალადის სიტყვაზე, მრავალშვილიანის სიტყვაზე, თუ რა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, თუ ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ანუ არჩევს კონკრეტულ ერთ მიმართულებას და იქ წარმოადგენს უკვე პროექტს, სადაც ეს ბავშვები ძირითადად და სკოლის მოსწავლეები, შემდგომ უკვე სტუდენტები აყალიბებენ პოზიციას, როგორ მოხდეს ამ პროექტის, ამ პრობლემის გადაჭრა, ასე ვთქვათ, რა გზებით უნდა გადაიჭრას. ხოლო ოპონენტ გუნდს ვალდებულება აქვს, რომ დაუპირისპირდეს როგორ მოხდეს ამ საკითხის, რაც ჩამოაყალიბა, იქიდან აღმოაჩინოს სისუსტეები და დაუპირისპირდეს ამ სისუსტეებში. ეხლა შეიძლება ჩვენმა მსმენელმა თუ მაყურებელმა იფიქროს, რომ მარტო მოსწავლეებზე ვსაუბრობთ, თუმცა ეს არის საწყისი დიდი პოლიტიკოსებისთვის და კარიერისთვის. ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით შეგვიძლია ვთქვათ, თან დემოკრატიაზე გვაქვს საუბარი, ამერიკის მაგალითს თუ მოვიყვანთ, ამერიკაში ყველა სკოლაში ისწავლება დებატები. გარდა მაგისა მნიშვნელოვანია, რომ ამერიკაში პოლიტიკოსები
მსგავსი ტიპის დებატების ფორმატით ეპაექრებიან ერთმანეთს და მაყურებელი ამ შემთხვევაში უკვე ამომრჩეველი გადაწყვეტილებას ღებულობს დებატებიდან. რისი კულტურაც ჯერჯერობით საქართველოში სამწუხაროდ არ გვაქვს, თუმცა იმედი მაქვს, რომ ეს როდესღაც დაინერგება და ამის მრავალი მოდელი იქმნება ხოლმე ეტაპობრივად. კი ბატონო, ძალიან საინტერესო არის. მაგალითებს რო განვიხილავდით, პრაქტიკულად დაგეთანხმები, რომ რაც ახსენი, თითქოს საქართველოს ან ნებისმიერი ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ყოველდღიური ნაწილი უნდა იყოს, როდესაც სხვადასხვა პოზიციებზე მიდის შეჯამება და საინტერესო არის აი ამ დებატების როლი, გარდა იმისა, რომ ჩვენ შეიძლება დაგვეხმაროს უკეთესი პოლიტიკის შექმნაში, უკეთესი საზოგადოებრივი კეთილდღეობის შექმნაში და ასე შემდეგ. სკოლებში სწავლა რო ვახსენეთ, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს ამ ტიპის ფორმატის სწავლებამ ახალგაზრდებს, ბავშვებს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ. მადლობა, საინტერესო შეკითხვა არის. მე თუ მკითხავთ, აუცილებელი უნდა იყოს და ეს არა მარტო არაფორმალური განათლების ელემენტი უნდა იყოს სკოლაში ან ორგანიზაციებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ სავალდებულო უნდა იყოს, იმიტომ რომ ბავშვს და არა მარტო ბავშვს, მასწავლებელსაც, ვინც არის ჩართული, სოფხედველობას უხსნის. ძალიან, იმიტომ რომ პირველ რიგში ბავშვი სწავლობს კრიტიკულ აზროვნებას. კრიტიკული აზროვნება ცივილურ სამყაროში უმნიშვნელოვანესია. თუ ჩვენ არ გვინდა რომ ცივილური სამყარო გქონდეს, მაშინ რა თქმა უნდა კრიტიკული აზროვნება უნდა მოვკლათ მაქსიმალურად, მაგრამ თუ გვინდა რომ წინ წავიდეს ქვეყანა, განვითარდეს, მაგ შემთხვევაში კრიტიკულ აზრს კარი უნდა გაუხსნათ და მიმღებლობა გქონდეს. რა თქმა უნდა გამოვიდეთ იმ ჩარჩოებიდან, რაც საუკუნეების წლების წინ იყო საქართველოში, მათ შორის მერხთან ზურგს უკან ხელებ ჯდომი მოსწავლეები, რომელიც ფიზიონომიას არღვევს და იქ ჩარჩოში სვავს. დებატები აძლევს თავისუფლებას და ჩარჩოებიდან ხსნის. როდესაც შეუძლია მოსწავლეს კრიტიკულად იკითხოს, თუ რატომ არის 2x2 4, გენიალური მაგალითი არის ხოლმე, ან 2-ს მივუმატოთ 2. ეს ერთ-ერთ კვლევაში იყო, 2-ს მივუმატოთ 2 ყოველთვის 4 არ არის. 2-ს მივუმატოთ 2 შეიძლება იყოს 1. თუ მაგალითად ჩვენ ავიღებთ წყლის წვეთს, 4 წვეთს თუ ავიღებთ და ამ 4 წვეთს ერთად დავდებთ, ეს იქნება 1 წვეთი. არაფრით დიდად არ გაიზრდება, მაგრამ თუ ამ წვეთებს ბევრს დავდებთ უკვე ერთად შევაგროვებთ, მე შეიძლება მთელი ჭიქაც გაავსოს. მაგრამ უკვე წვეთი აღარ იქნება ეს. ამ შემთხვევაში ცოტა სასაცილოთაც შეიძლება ჟღერდეს. ანუ ოკეანე წვეთი გამოდის, მაგრამ ფაქტობრივად კი ლოგიკურად თუ მიყვებით, აი დებატები მაგასაც ასწავლის ხოლმე ხანდახან, რომ ხშირად შეიძლება მოსწავლეს ისე განუვითაროს უნარები, მოსწავლეს სტუდენტს და ასე შემდგომ, რომ მოუწიოს მტკიცება, რომ თეთრი არ არის თეთრი და თეთრი არის ხანდახან შავი. რა თქმა უნდა, ამას კარგი მოდებატე, კარგი ორატორი მსჯელობი დაასაბუთებს. მათ შორის ნეგატივის მაგალითზე, რომ ფირი, ეხლა ცოტა ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ფირი რა არის, მაგრამ წინათაობის ადამიანები ვინც ვართ, ფოტოებს ვიღებთ ფირიან მოწყობილობაზე, სადაც თეთრი იყო შავი და შავი იყო თეთრი, ნეგატივის შემთხვევაში. ხო ეს რაღაც მინდა რომ კონკრეტული მაგალითებიც მოყოლო უფრო კარგად აღსაქმელი გამოვა რაღაცა ამ თვალსაზრისით და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ერთი კრიტიკული აზროვნება, მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი ლოგიკური აზროვნება. ნებისმიერ საგანში სასკოლო დისციპლინა იქნება, საუნივერსიტეტო იქნება თუ ცხოვრებისეული იქნება, მნიშვნელოვანია ერთი რომ კრიტიკულად შევხედოთ, მეორე ლოგიკურად ვიმსჯელოთ და დოკუმენტებთან მუშაობა, წერის და კითხვის განვითარება. რაც საკმაოდ თუ კარგად ვიცით ალბათ ყველამ თუ გადავხედოთ იმ საერთაშორისო კვლევებს, საქართველოს საკმაოდ ბოლო ადგილებს საკითხulis გააზრებას გულისხმობ ამ შემთხვევაში, ცუდ პოზიციებზე ვიმყოფებით და ამისთვის კარგი იქნება მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელება სკოლაში, იმიტომ რომ დებატები იძლევა მაგის საშუალებას. შენ უნდა მოიძიო ინფორმაცია, ბევრი ინფორმაცია მოიძიო და იქიდან ამოიღო ის, რაც გჭირდება. თან ამოიღო ისეთი ინფორმაცია, რომელიც საშენოთ არის კარგი, მათ შორის იქნება ეს სტატისტიკური მონაცემები, კვლევის შედეგები თუ ასე შემდგომ. აქვე, რომ გავაგრძელოთ სკოლის გარდა დებატებში და წლების განმავლობაში ესეთი გამოცდილება დაგვიგროვდა ჩვენ. დებატების ტურნირები ეწყობოდა სტუდენტებისთვის.
ამისთვის მე თუ ჩვენ ვამბობთ რომ მე-7 კლასის მოსწავლეებისთვის ფასეულობითი დებატებია, მე-9-12 კლასელებისთვის ფასეულობითი პოლიტიკური ელემენტებით, იგივე პოლიტიკური დებატებია, მე ვამბობდით ხოლმე რომ სტუდენტებისთვის ტარდებოდა დებატების ტურნირი საპარლამენტო დებატებში. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტში რაც ხდება, იგივეს გადმოტანა ხდება. საპარლამენტო დებატები იყოფა კიდევ ორ ნაწილად. ერთი არის ამერიკული ფორმატი და მეორე არის ბრიტანული ფორმატი. ამერიკული ფორმატი გულისხმობს, რომ ერთდროულად წინა დებატების მსგავსად ორი გუნდი თამაშობს, მაგრამ თითოეულ გუნდში არის მოსწავლეებისთვის თუ გუნდში 3-3 მომხსენებელი იყო, ამერიკულ ფორმატში უკვე და ბრიტანულში სტუდენტურ ფორმატში, ასე ვთქვათ, ორი მომხსენებელი არის გუნდში. ამერიკულ ფორმატში თითოეული მომხსენებელი ორ-ორჯერ გამოდის და თავის სიტყვას ორ-ორჯერ წარადგენს და იქ რეგლამენტი ცოტა გაზრდილი არის, ხოლო ბრიტანულ ფორმატში უკვე 4 გუნდი თამაშობს ერთდროულად და დაახლოებით ბრიტანეთში რა მოდელიც არის პარლამენტის, მსგავსი მოდელი არის გამოყენებული როგორც ლორდთა პალატა და თემთა პალატა, ანუ ზედა და ქვედა პალატა, სადაც საკითხის განხილვა შემოაქვს ერთ გუნდს და მეორე გუნდი ამ საკითხს მის პოზიციაზე, მტკიცებით პოზიციაზე ვინც არის, უფრო მეტად ავრცობს ან ავიწროებს საჭიროებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ხდება ძალიან სპონტანურად და მაგიტომ ვამბობ, რომ კრიტიკული აზროვნება, ლოგიკური მსჯელობა სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას ანვითარებს. კიდევ რომ ხშირად ადამიანი ვინც დებატებში არის ჩართული, სიტუაციიდან გამომდინარე სწრაფად უნდა იმოქმედოს. შეიძლება ისეთი შეკითხვა დაუსვას ოპონენტმა, რისთვისაც არ იყოს მზად და არ უნდა მოიქცეს ზოგიერთი პარლამენტარივით თუ ზოგიერთი პოლიტიკოსივით, რომ პასუხი არ გასცეს, არამედ უნდა უპასუხოს, მაგრამ უპასუხოს ის, რაც მისთვის არის საკეთილდღეო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დებატები ხანდახან დემაგოგიასაც ანვითარებს. თავის ნაკლოვანებები აქვს, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ საბედნიეროდ. და მათ შორის ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკვე იქით წაიყვანოს რესპონდენტმა თავის საუბარი, რაც მას სურს და ის უპასუხოს, თუნდაც სულ სხვა კითხვაზე, რაც მის ინტერესებში არის, უფრო მეტად რომ განავრცოს და განამტკიცოს თავის პოზიცია. ეს ნაკლოვანებაც აქვს დებატებს, თუმცა იმდენად ბევრი დადებითი უნარი აქვს, რომ ეს ნეგატივი ხანდახან მისაღები არის. კი ბატონო, ძალიან საინტერესო, მე დიდი შეხება რო ვთქვა ესე არ მქონია დებატებთან სამწუხაროდ, მაგრამ აი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავინტერესდი ამ თემით და ჩემი უბრალოდ აზრი რო გაგიზიაროთ ახლა, რაზეც ვისაუბრეთ კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე და ასე შემდეგ, ვფიქრობ, რომ არა მარტო, ანუ კრიტიკული აზროვნება ერთი ნაწილია, მაგრამ ადამიანს ბავშვს მოსწავლეს, რომელიც დებატებში ერთვება და ცდილობს სხვადასხვა პოზიციიდან არგუმენტები დაინახოს, ის ასევე ივითარებს უნარს, რომ დაინახოს, რამდენად კომპლექსური შეიძლება იყოს ძალიან მარტივი თემები, რამდენად კომპლექსურია სამყარო, რომ ესე ცალსახად ყველაფერი თეთრი და შავი არ არის, იქ არის ბევრი სხვადასხვა ნუანსები და რაც ასევე იწვევს იმას, რომ შეიძლება უფრო მარტივად შევიდეს ვიღაცის მდგომარეობაში, ვიღაცა საპირისპიროს, რომ ამტკიცებს, მას უკვე აქვს გააზრებული, რომ იმას შეიძლება რაღაცა ტიპის არგუმენტი ჰქონდეს და მოდი მოვისმინოთ ეს არგუმენტი. ანუ ყველაფერი ესე ცალსახად მარტივი და ერთი შეხედვით მოსაგვარებელი არ არის და ძალიან მნიშვნელოვანია ეს თუნდაც დეზინფორმაციის თვალსაზრისიდან რო შევხედოთ, ჩვენ ხშირად საუბრობთ რამდენიმე გადაცემის წინ ვისაუბრეთ დეზინფორმაციაზე, ვისაუბრეთ დებატების მნიშვნელობაზე და ერთ-ერთი ძირითადი რაც იკვეთება არის, რომ ეს მედია წიგნიერება, დებატები, ეს არის თანამედროვე სამყაროში უმნიშვნელოვანესი სკილები, რასაც ეძახიან, რაც სკოლაში აუცილებლად უნდა ისწავლებოდეს, თუ გვინდა რომ ადამიანმა თავისუფლად გაიკვლიოს სკოლის მერე სამყაროში გზა. არ იმდენად შეიძლება არ გამოადგეს, რა ვიცი, საერთაშორისო ურთიერთობები, ან რაღაც მარკეტინგი, ან პიარი, ვიდრე ეს ორი თემა, რომ იყოს მედია წიგნიერი იცოდეს, რომ ინფორმაცია როგორ გადაამოწმოს, რაც ასევე დებატების ნაწილია, რომ როგორ მოიძიოს ინფორმაცია, როგორ მიუდგეს და სამყარო იმდენად კომპლექსური დაინახოს, რამდენადაც რეალურად არის. და ჩემი შემდეგი კითხვა არის, თქვენი აზრით, გვაქვს თუ არა არგუმენტირებული დისკურსის კრიზისი ქვეყანაში? ძალიან კარგი კითხვა არის ესეც. მე მგონი რაღაც ძალიან საინტერესო სიღრმეებში შევდივართ თანდათან. რაც შეეხება სამყაროში თუ
შევხედავთ და მე უკვე ალბათ საქართველოსაც თავ კონკრეტულად კარგი იქნება, არის თუ არა არგუმენტირებული მსჯელობის კულტურა ზოგადად, თუ ჩვენ გადავხედავთ დემოკრატიულ ქვეყნებს, რა თქმა უნდა, იქ მეტად არის განვითარებული. რაც უფრო ქვეყანა ავტოკრატიულია, რაც უფრო ძალაუფლება მხოლოდ ერთპიროვნულად არის, იქ აზრის თავისუფლება გვდება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ის მრავალფეროვნება და ის კრიტიკული აზრი, როდესაც შეგვიძლია არგუმენტის ჩამოყალიბება და ჯანსაღი კრიტიკის როგორც მიღება, ასევე წარმოდგენა, ან პირიქით შეიძლება წარმოდგენა და ასევე მიღება, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე ადამიანებს გვიჭირს კრიტიკის მოსმენა და ჩვენ კი შენიშვნებს გავცემთ თამამად, მაგრამ როცა ჩვენ გვეგონებიან რომ სამაგიეროდ ეს ძველი ქართული ანდაზა რაც არის ხო სხვის საკუთარ თვალში ურევს ვერ ამჩნევს და სხვის თვალში ბეწვს ხედავსო. აი ზუსტად ეგ არის ხანდახან რომ შეგვიძლია სხვა გავაკრიტიკოთ, მაგრამ ჩვენ არ მივიღოთ. დებატები ამის საშუალებას გვაძლევს. საწყის ეტაპზე ამუნარების განვითარება ზუსტადაც იძლევა იმ საშუალებას, რომ ზრდასრულობაში მით უმეტეს ჩვენ თუ ჩვენს თავს ან ამ ადამიანებს წარმოვიდგინოთ როგორც დიდ პოლიტიკოსებს შევხედავთ, ძალიან მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრის მიღება და აქვე არგუმენტირებული მსჯელობაც. წერა დავიწყე საუბარი ავტოკრატიულ ქვეყნებსა და დემოკრატიულ ქვეყნებს შორის. დემოკრატიულ ქვეყნებს შორის არის მათ შორის იყენებენ ამ ფორმალური დებატების ინსტრუმენტებსაც. მათ შორის საპრეზიდენტო დებატების ფორმატსაც, რომელსაც ცალკე აღებული ჩვეულებრივი კლასიკური დებატების ფორმატი არის, კამათი მიმდინარეობს ერთ-ერთზე, საპრეზიდენტო დებატი ქვია, მეორენაირად ეძახენ ამას ლინკოლ დუგლასის სახელობის დებატებს. მე ყველაზე ნაკლებად მიყვარს ეს ფორმატი, სიმართლე რომ გითხრათ. ყოველ შემთხვევაში საქართველოში მე რაც ვცადე, რაც ხვებისგან გავიგე, ყველაზე ნაკლებად იმუშავა, იმიტომ რომ ალბათ ამბიციურიერი ვარ და მაგიტო ერთ-ერთზე არის, თუმცა ეს ერთი ადამიანი არ არის ინდივიდი. ეს არის გუნდის სახე. ხშირ შემთხვევაში ზუსტად აქეთ მივდივართ ხოლმე და იმ ავტოკრატიულ ქვეყნებშიც გუნდის სახე კი არ არის ერთი ადამიანი, არამედ იმ ავტოკრატიულ ქვეყნებში ის ერთი არის ყველაფერი და დანარჩენი გუნდი არის, რასაც ის გაიფიქრებს, იტყვის და ასე შემდგომ. ეს არასწორია. ამ შემთხვევაში დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ მრავალმა ხალხმა მიიღოს გადაწყვეტილება. დემოკრატიას სიტყვაც მაგას ნიშნავს, ხო, დემოსკრატოს, ანუ ხალხის მართვა, ხალხმა უნდა მართოს და შესაბამისად ამ შემთხვევაშიც უმნიშვნელოვანესი არის სწორი არგუმენტირებული მსჯელობა, არგუმენტის ჩამოყალიბება და მიღება და გათვალისწინება. არგუმენტს თავისი ფორმულა აქვს და ჩვენს მაყურებელს და მსმენელს თუ უნდა გაგიზიარებთ მოკლედ ამ თავის ფორმულას, მე ჩემს შვილებსაც ვასწავლი ხოლმე და რომლებიც ალბათ უფრო ნაკლებად იყენებენ, იმიტომ რომ შინაური მღვდლის პრინციპი მოქმედებს, ალბათ სხვები უფრო მეტად იყენებენ ხოლმე. ფორმულა აქვს დებატებას არგუმენტს თუ როგორ უნდა ჩამოყალიბოთ ჩვენი პოზიცია. ეს არის შემდგომნაირად საკამათო თემა რაც არის, რაზეც საუბრობთ, თეზისი, რომელსაც უნდა დავამატოთ ასე ვთქვათ, ორი პატარა სიტყვა, იმიტომ რომ და რაც მოსდევს შემდგომ, ეს არის არგუმენტი. მაგალითად ნებისმიერი საკითხი მითხარით, რაც საკამათოდ გახსენდებათ. ერთი და ახალგაზრდების კრიმინალი, რაც პირველი არგუმენტი. მოდი ხო თქვით, სხვა მაგალითი რომ ეკოლოგიაზე მოვიყვანოთ. ან ეკოლოგია და ეკონომიკის შედარება. ხშირად არის ხოლმე ან გლობალიზაცია, ეკოლოგია და ეკონომიკა იყოს, ეს არ გვიხსენები აქამდე და ვთქვათ. ეკოლოგია უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს თუ ეკოლოგიური განვითარება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს თუ ეკონომიკური წინსვლა. ძალიან ესეც საკამათო თემაა, ხო? თან შეგვიძლია ვთქვათ, როგორც ფასეულობით ფორმატში და შევადაროთ, დავაპირისპიროთ, ასე ვთქვათ, ეს ორი საკითხი, შეგვიძლია ასევე ფასეულობითი პოლიტიკური ელემენტების ფორმატში და ვთქვათ, რომ ეკოლოგია განვითარებული უნდა იყოს და როგორ იყოს განვითარებული მაგაზე იყოს. აქ არგუმენტი მოდის შემდგომნაირი. თუ მაგალითად ვიტყვით, რომ ეკოლოგია უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე ეკონომიკა ავირიე. ეკოლოგიური განვითარება უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ვიდრე ეკონომიკური განვითარება, თუ ამას ვამბობთ ჩვენ საკამათო თეზისად, აქ მოდის იმიტომ, რომ ეკოლოგია არის ჩვენი მომავლის საწინდარი. საპირისპიროდ შეგვიძლია ვთქვათ, თუ უარყოფილ გუნდში ვართ, ხო? ეკოლოგია უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს, ვიდრე ეკონომიკური განვითარება და ამას თუ უპირისპირდებით, ვიტყვით, რომ იმიტომ არ უნდა იყოს ეკოლოგია პრიორიტეტული, რომ ეკონომიკური განვითარება უზრუნველყოფს შემდგომ ეკოლოგიურ განვითარებას. ანუ დებატები ზუსტად ამ ინსტრუმენტებს ასწავლის, როგორ შეძლოს
ახალგაზრდამ თუ ზრდასრულმა და სასურველია ხოლმე ახალგაზრდამ, იმიტომ რომ ის პრინციპი, რაც მოქმედებს ნედლი ტოტის პრინციპი, ნედლ ტოტს ადვილად გადახრი და ფორმას მისცემ და გაზრდილ ხეს თუ გადახრი, აუცილებლად გადაწყდება, ზუსტად იგივე არის დებატებშიც. თუ თავიდანვე ჩვენ ახალგაზრდებს ვასწავლეთ ამ ჯანსაღ დამოკიდებულებებს, ის გაიზრდება ისე, როგორც მართებულია და გარემო შესაბამისია, ხოლო თუ ზრდასრულ ადამიანს დაუწყებს სწავლებას, უკვე ცოტა რთულია ხოლმე ამ კუთხით, თუმცა ამაზეც ბევრი შეიძლება თქვენი მსმენელი მაყურებელმა კომენტარიც დაწეროს, რომ მე არასწორი ვარ. კი ბატონო, ამაზე შეგვიძლია გამოთი. ამას აუცილებლად დაწერენ. ხშირად წერენ ხოლმე რომ არასწორია, მაგრამ ესეც არის დემოკრატიის ეს ინტერაქცია ძალიან კარგია და მეც შემდგომ უკვე როცა გავა ეს ეთერში და ეს კომენტარი დაიდება, მეც შევეცდები რომ უპასუხო იქ და იქაც გავმართოთ დისკუსია. დაგვიკომენტარეთ თუ რამეს ჩათვლით და ვიკამათოთ კომენტარებში. კი ბატონო, მეც ჩავერთვები ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. კი ბატონო. მე ჩემი გამოცდილებიდან საქართველოს რო დაუბრუნდეთ ისევ საქართველოში არის ერთი ჩემი აზრით ძალიან ცუდი მიდგომა, რომ როდესაც ვიღაცის აზრს ეწინააღმდეგები, ეს აღქმულია პირად შეტევად, პირად შეურაცხყოფად და უკვე პირველივე არგუმენტიდან რომ თქვენ არასწორი ხართ, იმიტომ რომ ამბობ, ადამიანი პირდაპირ იგებს იმას, რომ მისი აზრი კი არ არის არასწორი, ან რაღაცას კი არ ეთანხმები, არამედ ის არის ან გაუნათლებელი, ან სულელი, ან რაღაცა და ძალიან პირადულად იღებს ყველა თავის პოზიციის საწინააღმდეგოს, რომ ეტყვი. რაც კიდევ უფრო ამწვავებს იმ სიტუაციას, როდესაც კამათში იბადება ჭეშმარიტება და აუცილებელია რომ რაღაცა თემებზე არავის არ აქვს აბსოლუტური, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, არ უნდა ჰქონდეს აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე პრეტენზია, როგორც თქვი, ძალიან რთული და კომპლექსური არის სამყარო და რთული არის ადამიანებთან ურთიერთობა, როდესაც ძალიან პირადულად იღებენ. ეს არის ხასიათის ნაწილი, ანუ ქართული კულტურის და ხასიათის ელემენტია ეს. დავაბრალოთ ქართველობას მოკლედ. თუ ეს არის უბრალოდ მიუჩვევლობა განსხვავებული აზრისადმი, რადგან თუ არ ვასწავლეთ ჩვენ დებატებს და ადრეული ასაკიდან არ არის შეხება ამ თემაზე, უკვე როგორც თქვი, დასრულ ასაკში რომ გადაღუნავდოთ, შეიძლება გადატყდეს და ამაზე რას ვთქვი? ხო, რა თქმა უნდა, ეს როგორც ეს ჩემი ჩაჭრა დავაბრალოთ ქართველობას, შეგვიძლია დავაბრალოთ ქართველობასაც და მარტო ქართულ ხასიათს, თუმცა შეიძლება ბევრ სხვა ერებშიც იყოს მსგავსი ფაქტორები გათვალისწინებული, მაგრამ სწავლება რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. თუმცა იგივე აკაკის დავესესხები მარტო სწავლა, მარტო წვრთნა რას უშველის თუ ბუნებამაც არ უშველაო. ესეთი მომენტიც არის, ხშირ შემთხვევაში საჭირო არის ბუნებით შველა. ზოგი ბუნებით არის ესეთი ადამიანი, რომ მიმღებლობა გააჩნია. მათ შორის კრიტიკის, მათ შორის პიროვნულად არღებულობს, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საწყის ეტაპზევე ახალგაზრდებს მივაჩვიოთ მიმღებლობა, რომ აზრის პატივისცემა და აზრზე დაპირისპირება და არა პიროვნულში არ გადავიდე, პირადში არ გადავიდავნოთ, ასე ვთქვათ, ცოტა ჟარგონულად რო გამოვიყენო. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენ ვეკამათოთ პოზიციებს და არა პიროვნებებს. არჩევნები ზუსტად ეგ თემა არის. ჩვენ ნებისმიერი პოლიტიკური მხრიდან რო შევხედოთ, არ აქვს მნიშვნელობა ის ოპონენტი შენს მხარეს არასდროს არ გადმოვა. არჩევნებშიც მასია, ხო? დებატებიც ძალიან გავს ამ პროცესს. ჩვენი ოპონენტის ჩვენ მხარეს გადმობირებაზე არ არის. ფორმალურ დებატებზე მაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი, თუმცა სხვა ფორმატებსაც ახლა კიდე შევეხები. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ისე, რომ ჩვენი მსმენელი ვინც არის, თუ პოლიტიკოსები ვართ, ჩვენი ამომრჩეველი ვინც არის, ან თუ მოდებატეები ვართ, ამ შემთხვევაში საჯმა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ჩვენ გვინდა. ჩვენ აგვირჩიოს, ჩვენი მხარე დაიჭიროს, ჩვენი პოზიცია დაიცვას. ანუ ჩვენ რაც არ უნდა, ეხლა ჩვენს ეს პირისპირ შედვართ და ერთმანეთს რაღაცები უმტკიცოთ, რაც თუ სხვადასხვა პოზიცია გვაქვს, თან მithumet თუ კენჭისყრით შეგვხვდა, რომ ჩვენ ეს უნდა ვამტკიცოთ, მაგალითად, წეღანდელი თემა ავიღოთ, თქვენ თუ უნდა ამტკიცოთ ეკონომიკის განვითარება და მე ეკოლოგიის, ჩვენ ვერასდროს ვერ შევჯერდებით, იმიტომ რომ ესეთი პოზიცია შეგვხვდა. კი. ამიტომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მესამე მხარე. მესამე მხარე პოლიტიკოსების შემთხვევაში ეს არის ამომრჩეველი და ამის დიდი დეფიციტი გვაქვს საქართველოში, იმიტომ რომ სამწუხაროდ არა მოსაზრებების გამო, არამედ პიროვნებების გამო ირჩევს ხალხი, ეს ისტორიულად მოყვება, ალბათ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული, ყველამ კარგად ვიცით, თუ არ ვიცით, შეგვიძლია გადავიკითხოთ, რომ საბჭოთა კავშირის დროს არჩევნები ტარდებოდა, ეძახდნენ დემოკრატიულ არჩევნებს, მაგრამ ასარჩევი იყო მხოლოდ და მხოლოდ ერთი სუბიექტი.
ხალხი მიდიოდა არჩევნებზე, ეს იყო სახალხო ზეიმი, როდესაც გამოპრანჭულები, დასვენების დღე იყო, მიდიოდა და ერთი იყო შემოსახავს. ეს არ არის არჩევნები და მასეთ პროცესს ვერ დავარქმევთ არჩევნებს. ეს არის ცირკი ჩვეულებრივ, საბჭოთა კავშირის დროს ჩატარებული არჩევნები იყო ცირკი, იყო ზეიმი, რომელიც ყველამ კარგად იცოდა, რომ ვინც გაიმარჯვებდა. შეგვიძლია რაღაც პარალელები გავავლოთ ჩვენ დღევანდელობაზეც, ჩვენს მომავალზეც, იმედია საქართველოში მსგავსი ხანა აღარასდროს დაბრუნდება და არჩევნები იქნება ისევ ისე, როდესაც ორი სხვადასხვა პოზიცია იკამათებს, იმსჯელებს, არა პიროვნებები, არამედ მოსაზრებები, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათ შორის პოლიტიკური პარტიების პროგრამას. რას თავაზობს, რა დაპირებით მოდის, რაც დაპირდა, რა შეასრულა ამ ორგანიზაციამ, ხო? და ხალხმაც შესაბამისად არჩევანი მიიღოს. დებატებში ზუსტად მასია. ორი მხარე, ორი პოზიცია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება სხვადასხვა ფორმატებიდან გამომდინარე, 3, 4 ან სხვა, ამას მოგვიანებით მოგიყვებით კიდევ, არსებობდეს, მაგრამ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ამ შემთხვევაში საჯმა, ამ საჯთა კოლეგიამ, რომელიც ფორმალურ დებატებში ყოველთვის გვყავს კენტი რაოდენობის. რადგან ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ საჯი არის ცარიელი ფურცელი და თამაშის დროს ეს ფურცელი ივსება. ხდება ჩანაწერების გაკეთება. საჯს რა თქმა უნდა თავისი სუბიექტური პოზიცია აქვს, მაგრამ გადაწყვეტილება გამოაქვს თამაშიდან გამომდინარე. ვინ როგორი არგუმენტები ჩამოაყალიბა და იქიდან გამომდინარე არგუმენტები, პოზიცია როგორ დაუპირისპირდა, როგორ აღადგინა, რა სტატისტიკური მონაცემები მოიყვანა, ეს სტატისტიკური მონაცემები რითი გააბათილა მეორე გუნდმა და ასე შემდგომ, როგორი დასკვნა დადო ბოლო მომხსენებელმა და ასე შემდგომ. აქედან გამომდინარე ღებულობს ეს მსაჯის გადაწყვეტილებას ზუსტად ისე, როგორც არჩევნებში ამომრჩეველი უნდა ღებულობდეს გადაწყვეტილებას. ეს არის ერთი მოდელი. აქვე ვახსენე, რომ რამოდენიმე ფორმატს დავამატებ. კი ბატონო. დებატების ფორმატი, ერთ-ერთი რაც საქართველოს შევიმუშავეთ და ვამაყობ ამით, რომ მეც ჩართული ვიყავი, თუმცა ასევე არც თუ ისეთი აქტუალური ფორმატი გამოვიდა, ეს იყო კონსტრუქციული დებატები. კონსტრუქციული დებატების არსი იმაში მდგომარეობს, რომ არის დაახლოებით პოლიტიკური დებატების ფასეულობითი პოლიტიკური ელემენტების იგივე დებატების მსგავსი, ოღონდ აქ დაპირისპირება კი არ მიმდინარეობს გუნდებს შორის, არამედ თანხმობა მიმდინარეობს. რომ ერთი გუნდს შემოაქვს თავისი პოზიცია, როგორ გაუმჯობესდეს, მაგალითად, თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკა უნდა გაუმჯობესდეს. აქტუალური თემაა, ყველას გვაწუხებს, ხო? ერთ გუნდს შემოაქვს თავისი ხედვა და ამაზე ბავშვები, ახალგაზრდები კვირების განმავლობაში მუშაობენ, თავის პოზიციას აყალიბებენ. ერთ გუნდს ეს შემოაქვს, ხოლო მეორე კი არ უპირისპირდება ამ კონსტრუქციულ ფორმატში, არამედ ცდილობს რაღაცები დაუმატოს, გააუმჯობესოს, დაეთანხმოს და თანხმობაზე მიმდინარეობს. ანუ ნაკლოვანებებს პოულობენ და იმას აუმჯობესებენ, თუ უკვე არსებულ პოლიტიკას ზემოდან აშენებენ და მაგიტო, ალბათ საქართველოში მაგიტო არ იმუშავა კარგად ამ ფორმატმა, რომ ცეცხლი აკლდა, ასე ვთქვათ, დაძაბულობა აკლდა, პირიქით სულ თანხმობა, კონსენსუსი რაღაც და ის მუხტი არ იყო. თუმცა საინტერესო ფორმატი იყო, წლების განმავლობაში ამაზე არაერთი ტურნირი ჩაგვიტარებია, ბანაკები გაგვიკეთებია ამ ფორმატზე, ზუსტად ბანაკში ქონდა ეს წლების წინ და ვცდილობდით, რომ ბანაკის მონაწილეებს ესწავლათ ეს ფორმატი და უფრო განევითარებინათ. აქვე დავამატებ კიდევ ერთ ფორმატს, რომელიც არის ყველაზე პოპულარული, ასე თქვა და ბევრგან გამოიყენება ხოლმე. წეგან ვახსენე, ორი გუნდის გარდა შეიძლება რამდენიმე გუნდი იყოს მეთქი დებატებში. ამას როგორც წესი მსგავსი ტიპის დებატებს ეძახიან ხოლმე საჯარო ტიპის საჯარო ფორმატის, იგივე public debates, რომელსაც ყველაზე ნაკლები წესები აქვს და ნებისმიერი ჩვენ თუ რა ვიცი სატელევიზიო შოუებს ნახავთ და სადაც დებატებზეა საუბარი, იმ გადაცემის ავტორის ან სხვა ადამიანების მოფიქრებულ ფორმატს უკვე ეძახიან ხოლმე public debates, ანუ საჯარო დებატებს, რომელსაც არ აქვს ისეთი მკაცრი ჩარჩოები, როგორც წეგან ჩამოთვლილ დანარჩენ 5 ფორმატს, 4 ძირითად ფორმატს. და ეს არის მეხუთე ფორმატი დებატების, რომელიც ყველაზე თავისუფალია და ავტორები თვითონ ქმნიან. მათ შორის პედაგოგებსაც შეუძლიათ სკოლაში, ალბათ ბევრი პედაგოგი იყენებს ხოლმე განსაკუთრებით ლინგვისტური მიმართულებით ვინც არიან, ან შეიძლება რაღაც თეზისის დამტკიცებას, რომ კლასი გაყონ ორ ჯგუფად. აკამათონ, პოზიციები თქვან, რაღაცა შეფასებები დაწერონ, წითელი, მწვანე ბარათები აჩვენონ და ასე შემდგომ, უკვე რაც უფრო თავისუფალია დებატების ფორმატი, ეს არის უკვე ეს public debate, ანუ საჯარო ტიპის დებატები. ეს არის ძირითადი
5 ფორმატი, რომელიც არსებობს დებატების ისტორიაში, რომელსაც საქართველოშიც ვიყენებთ, რომელსაც საერთაშორისო დებატებშიც იყენებენ. ეროვნულ ტურნირების ბოლო პერიოდი ამ დაფინანსებების შემცირების გამო უკვე ნაკლებად ტარდება. თუმცა წლების განმავლობაში ძალიან აქტუალური იყო ხოლმე და საერთაშორისო ტურნირებიც ეწყობა ამ დებატების სხვადასხვა ფორმატებში. ძალიან საინტერესო. კრიზისს რო დაუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო არის ერთი თემა, რომ ბოლო პერიოდში, აი სიტყვა რო შემოვიდა ოქსფორდშიც, ოქსფორდის ლექსიკონშიც შევიდა პოსტსიმართლის პერიოდში ვცხოვრობთ, სადაც არგუმენტირებულ მსჯელობაზე მეტად დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა, მათ შორის დემოკრატიულ სამყაროში, სადაც ეს ასე არ იყო აქამდე, უფრო ემოციურ არგუმენტს და საკუთარ წინასწარ შესწავლილად წინასწარ მიღებულ პოზიციას ეთანხმება, ვიდრე საჯარო დებატში ან რაიმე ტიპის დებატის ფორმატში განხილვის შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას. არის თუ არა ეს კრიზისი და როგორ შეიძლება დებატების თვალსაზრისით ამას გაუმკლავდეთ? კრიზისი რამდენად დავარქვათ, არ ვიცი. შეიძლება უწოდოთ, შეიძლება არა. თუმცა რეალურად ეს ფაქტორი არის. პრაქტიკულად გამოდის, რომ ის მსაჯი, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა გადაწყვიტოს, რომელმა დაჯაბნა, უკვე მხარე არის დებატების დაწყებამდე. ანუ იმ გუნდის ნაწილია, რომელიც პოზიციას ახდენს და ქმნის თუ არა ეს დებატებს უფუნქციოს. კი, თუ ამ კუთხით შევხედავთ, რა თქმა უნდა, თავის არსს ასუსტებს, მაგრამ ისევ დემოკრატიას რო დავუბრუნდეთ. დებატები ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთადერთი, არის ერთ-ერთი, როდესაც სხვადასხვა პოზიციები მსჯელობენ, კამათობენ და მიდიან რაღაც გადაწყვეტილებამდე. როდესაც გადაწყვეტილების მიმღები, ვინც უნდა გააკეთოს არჩევანი. ეს ფორმალურ დებატები იქნება, საჯარო დებატი იქნება, არაფორმალური დებატი იქნება, არაფორმალური დებატი, ანუ დისკუსია, კამათი, ხანდახან ჭხუბიც კი, თუ ესე შევხედავთ, გადაწყვეტილების მიმღები თუ არის მხარე, რა თქმა უნდა, ეს უკვე დებატი აღარ არის და რაღაც ისე გამოდის, რომ 2-1-ზე არიან. მეორე მხარე უკვე შესუსტებულია. დებატების მთავარი არსი არის, რომ იყოს თანაბარი ძალები გადანაწილებული, თანაბრად იყოს და საკამათო იყოს ასე თუ ისე ეს თემა. როდესაც ამომრჩეველი ან მსაჯი, როგორც გვინდა ისე დავარქვათ, უნდა იყოს ნეიტრალური, ან უნდა ქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა ორივე მხარეზე. თუ ჩვენ ავიღებთ ისე დემოკრატიას რო შევეხოთ, თუ და დებატებს როგორც დემოკრატიის ინსტრუმენტს. თუ ჩვენ ავიღებთ, რომ მარტო ერთი პოზიცია გადის სატელევიზიო ეთერში და ყველა საინფორმაციო არხი მხოლოდ ერთ პოზიციას აქვს და მეორე პოზიციას არ გააჩნია არანაირი ინსტრუმენტი, ხალხი დაიჯერებს, რომ ის არის მართალი. სულრო ტყუილს საუბრობდეს. ანალოგიურად დებატებშიც მასეა, ხო? ცოტა ალეგორიები ვით გამოდის, მაგრამ მე მგონი გასაგებია ეს. თუ მსაჯი ფორმალურ დებატებში, სკოლის მოსწავლეებში, მაგალითად, თუ მსაჯი რომელიც არის მასწავლებელი, მოისმენს მხოლოდ ერთი გუნდის პოზიციას და მეორე გუნდის პოზიციას არ მოისმენს, ის მსაჯი დაიჯერებს, რომ ეს არის მარტო მთავარი და ეს არის მართალი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხელმისაწვდომობა იყოს და ის კრიზისული სიტუაცია, რაც არის, მხოლოდ ერთი მხარის ინტერესების გატარება არ მოხდეს და იყოს თანაბარ ხელმისაწვდომობა ყველასთვის. ასე რომ დემოკრატიისთვის მათ შორის სანდოობა, ინფორმაციის სანდოობა იყოს ხელმისაწვდომი ყველა მხარისთვის თანაბრად. კი ბატონო. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია ზოგადად ხელმისაწვდომი იყოს ხალხისთვის. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც აი ძლიერი პოზიციიდან არის საუბარი, რომ აი რა აზრია, აი მაგალითად ისევ პროდასავლური და ანტიდასავლური პოზიცია რო ავიღო წლების განმავლობაში იყო უმეტესობა, ეხლაც უმეტესობაა, მაგრამ უფრო სტატისტიკურად რო შევხედოთ, იყო 80 გადაცილებული პროცენტი ადამიანების, რომელიც ამბობდა, რომ დასავლეთში ინტეგრაცია უნდა იყოს ქვეყნის
მთავარი პრიორიტეტი და ეს ფაქტი რომ 80% არის არ ნიშნავს რომ მეორე მხარეს არ უნდა გქონდეს აზრის დაფიქსირების უნარი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ შეიძლება შენ არ ეთანხმებოდე, მისი არგუმენტებიდან შეიძლება კიდევ უფრო გაამდიდრო და გააძლიერო შენი პოზიცია. კი ბატონო, აი ბიზნესთან შეგვიძლია ეს ალეგორია გავაკეთოთ და კავშირი გავაკეთოთ. როცა ბაზარზე ერთი მონოპოლისტი ხარ, მარტო შენ აწარმოებ რაღაც ჭიქებს აწარმოებ მარტო შენ და სოფლიოში არავინ არ აწარმოებს ჭიქებს შენს გარდა. რა თქმა უნდა, შენ გაგიყიდება ის და იყიდიან. თუმცა ეს ჭიქა შეიძლება იყოს არც თუ ისე პრაქტიკული. მაგალითად, აგერ შედარება რო გავაკეთოთ, ეს ჭიქა, რომელსაც ხელის მოსაკიდი აქვს, შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს. მეორეს არა აქვს ხელის მოსაკიდი და არც თუ ისე პრაქტიკული, მით უმეტეს თუ ცხელი სითხე ასხია შიგნით, შეიძლება ხელი დაგეწვას, ხო? თუ შენ კონკურენტი არ გეყოლება, არც არასდროს განავითარებ ჭიქას და იქნება ისეთი ცუდი როგორიც არის. იმიტომ რომ ისედაც გეყიდება. როგორც კი კონკურენტი გამოჩნდება, შენ იძულებული იქნები რომ რაღაც ახალი შექმნა. ხელის ყური დაუმატო, ან თერმო გახადო რომ ხელი არ დაიწო, პრაქტიკული იყოს, მსუბუქი იყოს, ადვილად ასე. შესაბამისად, დებატები, ბიზნესი, პოლიტიკა ერთმანეთში შეგვიძლია ასე შევადაროთ, როდესაც რამოდენიმე მხარე არსებობს, უფრო განვითარებისკენ მიდის. დებატებში ზუსტად ესეა. თუ ორი მხარე იქნება, შესაბამისად წერან თქვენ ბრძანეთ ჭეშმარიტების ძიებაში. ჩვენ ტექნიკურად ვცდილობთ ხოლმე დებატებში ჭეშმარიტება არ ვიძიოთ, იმიტომ რომ უნარები განუვითაროთ, კარგი მოსმენის, კარგი მსჯელობის, არგუმენტირებული საუბრის, კრიტიკული აზროვნების და ასე შემდგომ სწრაფი ჩაწერის და წაკითხulis გააზრების და უამრავი საკითხი შემიძლია ჩამოვთვალო. ამას ვცდილობთ დებატებში, მაგრამ ჭეშმარიტებაც მერე უკვე ზრდასრულობაში, როდესაც თამაში აღარ არის ეს და რეალურ ცხოვრებაში გადაგვაქვს დებატები, მან უკვე ჭეშმარიტების ძიება მნიშვნელოვანია. კი, შეჯიბრებითობა ადამიანის ბუნების განუყოფელი ნაწილია და განვითარების ძირითადი მამოძრავებელი. ჩვენ ვისაუბრეთ წინა გადაცემაში, ომმა როგორ განავითარა ტექნოლოგიები და როგორ დახვეწა და აი მაგალითად ისევ რო დაუბრუნდეთ მაგალითს, აი ჭიქის მაგალითს, ხო? აი საბჭოთა კავშირის დროს მაგიტო იყო ყველაფერი ისე როგორც იყო, რომ შეჯიბრებითობა არ იყო. ხო, იყვნენ მონოპოლისტები და ისე მონოპოლისტები იყვნენ და დახვეწა ხდებოდა იმის ხარჯზე, რომ ვიღაცა დასავლეთში რაღაცას გამოიგონებდა და მე იქიდან კალკირება ხდებოდა, მოპარვა, შეტანა, დიზაინის იგივე გაკეთება, მაგრამ ხარისხი მაინდამაინც არ უმჯობესდებოდა, იმიტომ რომ საჭიროება ამისი არ იყო და როცა საჭიროება არ არის. მაინც ხალხი კმაყოფილია, ყიდულობს იმას, იღებს, ყიდულობს არა, ვაუჩერებით იყო ხოლმე, უფრო ხო და აქედან გადავდივარ ისევ ჩემ ანუ შემდეგ შეკითხვაზე. ჩვენ როდესაც დეზინფორმაციაზე ჩავწერეთ გადაცემა, იქ ვისაუბრეთ რამდენად ხელს უშლის სოციალური მედია და სოციალური მედიის ბაბლი, რაც იქმნება ჩვენ გარშემო, ჩვენ ერთნაირ ადამიანებს და ჩვენნაირ ადამიანებს და ჩვენ თანამოაზრეებს რო გვიჩვენებს ძირითადად, სადაც განსხვავებულ აზრს ფილტრავს ალგორითმი. რამდენად პრობლემას ქმნის იმაზე, რომ ჩვენ განსხვავებული აზრი მოვისმინოთ, ყოველდღიურობაში შევხვდეთ, დავფიქრდეთ ჩვენ პოზიციაზე და შევაფასოთ, რამე ხო არ გვეშლება, ან რამე ხო არ შეიძლება დავამატოთ, ან როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი პოზიცია და ამაში ერთის მხრივ ადამიანის ფსიქოლოგიაც არის, არ გვიყვარს ხოლმე დისკომფორტი არის, როცა ვიღაცა გვეუბნება, რომ არასწორი ხარ, რაზეც ვისაუბრეთ და მეორეს მხრივ სოციალური მედიაც გვიწყობს ხელს იმაში, რომ გამოვიკეტოთ ჩვენ კომფორტის ზონაში, არ გამოვიდეთ აქედან. სოციალური მედიის პერიოდში, როდესაც ჩვენ ძირითადად ვცხოვრობთ სოციალურ მედიაში, ინფორმაციას ვიღებთ სოციალური მედიიდან, მეგობრებთან ურთიერთობთ სოციალურ მედიაში, როგორ შეიცვალა დებატების ფორმატი და იქონია თუ არა ამან გავლენა ჩვენ ხედვაზე რას ნიშნავს დებატები და როგორ უნდა იწარმოებოდეს დებატები? კი ბატონო, რაც შეეხება სოციალურ მედია, ალბათ ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს თავისუფალი აზრის ჩამოყალიბებაში. რადგან ადრე როგორ ხდებოდა აზრის ფორმირება, ხო? ინფორმაცია სანამ მედია იარსებებდა და სანამ წერილობით ფორმატში გადავიდოდა კომუნიკაცია. ინფორმაცია იცვლებოდა ძირითადად სამსახურებში, ეგრეთ წოდებულ ბირჟებზე, ტრანსპორტში, ბაზარში და ესე ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება. ბაზარი იყო განსაკუთრებით მე თუ ძველ თბილისს გადავხედავთ, ერთ-ერთი ყველაზე ხალხი იმიტომ მიდიოდა თბილისის ბაზრობებზე,
იმიტომ დადიოდა რომ გარდა პროდუქტისა ინფორმაცია წამოეღო და მიეტანა მაგალითად თავისი ბატონისთვის რომ რაზე იყო საუბარი, რა პროდუქტი გაიარდა, რა გაძვირდა, რატომ მოხდა თან განსაკუთრებით საქართველოს აბრეშუმის გზა იყო და აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შემოსული პროდუქცია ეს ვამბობ ძველ დროს რა თქმა უნდა იცვლებოდა ხოლმე თბილისის ამ სავაჭრო სივრცეებში და მან ხდებოდა ინფორმაციის გავრცელება. მერე უკვე წამოეწია ტელევიზია და სადაც ჯერ რადიო, გაზეთი, ტელევიზია ესე მიყვებოდა, ხო? დომინანტი იყო რა დაიწერებოდა. მანამდე იყო ჟამთა აღწერელები, რას წერდნენ ის და ისტორიკოსებთან დღემდე არის ხოლმე რაღაც ნარკვევებში კამათი, რომ რაღაცას აღმოაჩენენ და თურმე აღმოჩნდება, რომ მაგალითად ბევრი კამათი მიმდინარეობს, ხო, მაგაზე რომ თბილისი ვახტანგ გორგასალმა კი არ დააარსა, არამედ თურმე მანამდე გაცილებით ადრე არსებობდა ეს ტერიტორია როგორც ქალაქი. მაგრამ ისევ ალბედით საბჭოთა კავშირთან მივიდივართ, რომ გადაგვიწერეს და გვასწავლეს როგორც ხოხობი ჩაიხარშა წყალში და იქიდან დაიწყო ქალაქი. არა, მანამდეც არსებობდა და მე-5 საუკუნეში რომაელებიც იყვნენ თბილისის ტერიტორიაზე დაბანაკებული როგორც ქალაქში. ეს ბევრი ინფორმაციები არის. ანუ ისტორიკოსებიც კამათობენ. რას წერდნენ იქიდან მიდიოდა ინფორმაცია და ეს იყო ერთ-ერთი ინფორმაციის გავრცელების საშუალება. თუმცა ამ ხანაში დადგააგერ უკვე ისეთი ეპოქა, როდესაც ყველას შეუძლია საკუთარ კედელზე რაც უნდა ის დაწეროს. ყოველ შემთხვევაში აქამდე მასე იყო და ჯერ არ ვიცი როგორ შეიძლება ჩვენი სიტუაცია საქართველოში, ყველას შეეძლო რაც უნდა ის დაეწერა თავის კედელზე და ვიღაცა შეიძლებოდა გაეკრიტიკებინა, ვიღაცას შეურაცხყოფა მიეყენებინა, ვიღაცას, მაგრამ სიტყვის თავისუფლება იყო ასე ვთქვათ 100%-იანი. რაც ესეც საკამათოა, კარგია თუ ცუდი, შეიძლება თუ არა ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენოს თავის პერსონალურ გვერდზე. არ ვიცი, საკამათოა, ამაზე შეგვიძლია ამაზე ცალკე დებატები მოვაწყოთ. კიდევ არ არსებობს ჭეშმარიტება აქ, რომ კარგია თუ ცუდია. გამოხატვის თავისუფლება. საშუალება მოგვეცა ადამიანებს, რომ ჩვენ სივრცეში რაც გვინდა ვთქვათ, ეს დაახლოებით იგივე არის საკუთარ სახლში, საკუთარ, რა ვიცი, სამზარეულოში, საძინებელში, რომ რაც გინდა ის თქვა. თუ მეზობელი იქ ყურმოდებული გაიგებს, შეუძლია თქვას, რომ ჩემზე რატო ლაპარაკობ მასე. თუმცა შენ შეგიძლია თქვა რომ მე შენზე არ ვარ და ასე შემდგომ შეცვალო პერიფრაზი გავუკეთო ასე ვთქვათ. რა თქმა უნდა ტექნოლოგიურმა განვითარებამ ამის საშუალება მოგცა რომ რაც გვინდა ის გვეთქვა. თუმცა ამის შეზღუდვებიც არსებობს. რა თქმა უნდა არსებობს ეთიკა და ეტიკეტი. თითქმის ყველა კანონმდებლობა, ყველა ქვეყნის იწყება იქით თავისუფლებაზე როცა გვაქვს საუბარი. იქ სრულდება შენი თავისუფლება, სადაც იწყება სხვისი უფლება. ანუ იზღუდები, მაშინ როდესაც უკვე სხვის უფლებებს ეხები. საკუთარ თავზე რაც გინდა ის თქვი, რაც გინდა ის გააკეთე, მაგრამ როგორც კი სხვა პირზე გადადიხარ, იქ უნდა გაითვალისწინო მისი უფლებაც. ეს ბარიერი სოციალურმა ქსელებმა, Facebook-ი, Instagram-ი და YouTube-ი და ასე შემდგომ მოშალა, გათავისუფლა. აქაც ახლა ამ ეთერში რასაც გვინდა იმას ვისაუბროთ. ხვალ შეიძლება სხვანაირად შემოგვიტრიალდეს ეს ჩვენი ნათქვამი, თუმცა იმედი მაქვს რომ არ შემოგვიტრიალდება, მაგრამ რასაც გვინდა იმას ვისაუბროთ, იმიტომ რომ აგერ თქვენი ორგანიზაციის, თქვენი პირადი სივრცეა და არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებთ. მაგრამ თუ ჩვენ ვიღაცა შეურაცხყოფას მივაყენებთ, შეიძლება ამის გამო პასუხი მოგთხოვონ და ალბათ ამის გარკვეულწილად ლეგიტიმიური უფლებაც შეიძლება გქონდეთ, თუ ჩვენ არ გვაქვს დასაბუთებული არგუმენტი, თუ რატო ვამბობთ ამა თუ იმ ფრაზას. რაც შეეხება დეზინფორმაციას და ტექნოლოგიების გამოყენებას დებატებში. ჩვენ ძალიან საინტერესო მოდელი შევქმნით პანდემიის დროს. რაოდენობით ცუდიც არ უნდა ყოფილიყო პანდემია, პანდემია მოგცა საშუალება, რომ გავეკეთებინა დისტანციური დებატები, რაც მანამდე არაერთხელ გვიცდია ქალაქებს შორის და რაღაც არ გამოგვდიოდა და ამ პანდემიის დროს ჩვენ ვქენთ ისე რომ რამოდენიმე კერძო სკოლასთან და მათ შორის თბილისში პირადად მე ვიყავ ორგანიზატორი, როდესაც ერთხელ 16 სკოლისთვის ჩატარდა დებატების ტურნირი, მეორეჯერ 32 სკოლამ მიიღო დებატების ტურნირში მონაწილეობა, რაც დისტანციურად განხორციელდა და საკმაოდ საინტერესო მოდელი შეიქმნა ამით. როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციები, სადაც საათჯამთ ვიყავი ჩართული არაერთგანმე, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის მოეწყო დებატების ფორმატი და ეს საშუალება იყო. ზუსტადაც ერთ მხრივ რომ შემზღუდავია და პირადი სივრციდან გადავიტანეთ ჩვენ დებატები დისტანციურ სივრცეში, მაგრამ მეორე მხრივ ხელმისაწვდომი გახდა.
საინტერესო ფაქტი იყო ის, რომ ამ დებატები, რომელიც გადაიცემოდა ელექტრონულად, Facebook-ის ლაივების მეშვეობით ძირითადად, საკმაოდ ნახვადი იყო და ბევრი გამოხმაურება მოყვებოდა ხოლმე მაყურებლების მხრიდან, რომ აინტერესებდათ თავიანთ გულშემატკივრებს, არა მარტო გულშემატკივრებს, უბრალოდ მაყურებლებს, რომ რა ხდება, რა პოზიცია არის, რა საინტერესო ჩამოაყალიბება არგუმენტი, იქ ბევრი კომენტარებს წერდა, რომ ამაზე ეს უნდა გეპასუხა, ეს სტატისტიკა ამით უნდა გაგემყარებინა და ეს საინტერესო არის ეს სოციალური სამყარო ჩართულობის მხრივ. თუმცა არსებობს დეზინფორმაციაც. დეზინფორმაციის ძალიან დიდი პრობლემა. და ჩვენ უნდა შევძლოთ ხოლმე გადავამოწმოთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია ჭეშმარიტება არის თუ არა. დებატებში კიდევ ერთ-ერთი ნაკლოვანება რაც აქვს. ხშირად ყოჩაღი მოდებატეები, ასე ვთქვათ, იყენებენ ხოლმე, რომ ფაქტს ისე ამბობენ, როგორც თვითონ უნდათ. საჯის გასაგონად ოპონენტი საწინააღმდეგო და ამბობენ, რომ ეს ფაქტი მოყვანილია აქედან და აქედან, აი ამ წიგში წერია, რომელიც ამადამ მკვლევარმა დადო და თუ შეიძლება თამაშის მერე ნახეთ. ან სხვა დროს გამოიყენეთ, სხვა დროს წაიკითხეთ. ეს არის ესეთი ხრიკი, რომ თამაშის დროს, ასე ვთქვათ, მოგებულ პოზიციაში დარჩეს, ოღონდ თუ ოპონენტმა ვერ დაიჭირა. მაგრამ რეალურად შეიძლება სულ არ არსებობდეს ეს ფაქტი. და იყოს გამოგონილი, იმიტომ რომ იმ მომენტში ესე დაჭირდა, მაგრამ ყოჩაღი ოპონენტი ამას აუცილებლად ჩაავლებს ხელს და იტყვის, რომ ეს არ არის სწორი ინფორმაცია, დეზინფორმაციას, დემაგოგიას ეწევა, ესა თუ ის გუნდი და დაუპირისპირდება უკვე ჯანსაღი კრიტიკით. ეს აქ უკვე გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე დავამატებ ხელოვნური ინტელექტის როლს. დღესდღეობით ისეა განვითარებული უკვე ხელოვნური ინტელექტი და კიდე წინ რა მოხდება, არ ვიცი, წლების, კი არა, თვეების წინ თუ ხანდახან მე გარკვეული ტიპის საზოგადოებას ესე ცოტა იუმორით უყურებდი, რომ ეს როგორ უნდა მიხვდე, რომ ხელოვნური ინტელექტია, დღესდღეობით მეც არაერთი ფოტო, ვიდეო თუ ტექსტი შემოხვედრია ისეთი, რომელიც შეიძლება რეალური არ ყოფილი, კი არა და რეალური მგონებოდეს და ყოფილიყო ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესეც გადავამოწმოთ და მე მაგალითად ჩემს ChatGPT-ს რო ველაპარაკები ხოლმე, არაერთხელ რაღაც რომ მიკითხავს, შემდგომ ისევ და პასუხი გაუწია, შემდგომ ისევ მიკითხავს, რომ ამას სიმართლეს მეუბნები თუ შენი მოფიქრებულია და როგორც ეს ChatGPT არასდროს არ იტყუება, გეუბნება, რომ ეს მე მოვიგონე, იმიტომ რომ შენ გამეხარებინე, რადგან ვიცი რომ მსგავსი ტიპის ინფორმაცია გჭირდებოდა. და მე დამიტუქსავს კიდევაც ხოლმე, რომ ძალიან გითხოს სხვა დროს აღარ მომატყუო. მაგრამ მაინც თავისას მიერეკება ხოლმე, იმიტომ რომ არ არის მართვადი ჯერჯერობით ეს. იგონებს ხოლმე ფაქტებს, აი როგორც არგუმენტების დროს ადამიანმა შეიძლება მოიფიქროს რაღაცა, ისე საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად ხელოვნური ინტელექტიც ცდილობს, რომ გამოიყენოს შექმნას ხოლმე წყაროები და კი, ნუ ამისთვის საჭირო არის რომ უფრო სიღრმისეული და ჩვენ გადავამოწმოთ მათ შორის ერთმხრივ ნეიტრალური, ვითომ ნეიტრალური ChatGPT-ს კი გადავამოწმოთ ხოლმე ჭეშმარიტება შეესაბამება თუ არა მისი ნათქვა. აუცილებლად. და რო გადავიდეთ ცოტა უფრო პრაქტიკულ ნაწილზე, ჩვენ შევქმნით კონტექსტი, ვისაუბრეთ ამ ყველაფრის მნიშვნელობაზე. ბევრ ადამიანს, ვინც შეიძლება ამას უყურს, მათ შორის მეც არ გვაქვს გამოცდილება ფორმალური დებატების, ჩვენ შეიძლება რაღაცა გვაქვს ტელევიზორში ნანახი, ფილმებში გვაქვს ნანახი, ასე შემდეგ, მაგრამ რა ძირითადი ტექნიკები უნდა იცოდეს ადამიანმა, ან დებატორმა, ან ადამიანმა, რომელიც უყურებს, ამომრჩეველი იქნება ეს, მსაჯი იქნება თუ ასე შემდეგ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება? საინტერესო, პირველ რიგში, ყოველთვის მაგას ვამბობ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ დებატები არის კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი ქვაკუთხედი, უმნიშვნელოვანესია მოსმენის უნარი. ოღონდ მოსმენის უნარი არა მხოლოდ მოსმენა, არამედ აქტიური მოსმენა. აქტიური მოსმენა რას ნიშნავს? რომ ჩართული ვიყოთ დიალოგში. მათ შორის ჩვენი დიალოგის დროსაც რამოდენიმეჯერ კითხვა პირიქით დავსვი, რაღაც დავაზუსტე, ასე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩანაწერების გაკეთებას. კარგი მოდებატე ყოველთვის აკეთებს ჩანაწერებს, რომ რაღაცა საკვანძო საკითხი არ გამორჩეს. ეხლა ჩვენ თან შემზადებული ვიყავით, რაზე უნდა გვესაუბრა წინასწარ, მაგრამ რამოდენიმე სიტყვა მაინც ჩვენ საუბრის დროს, როდესაც თქვენ საუბრობდით, ჩავიწერე, რომ არ გამომრჩეს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ საკვანძო საკითხია. კარგი მოდებატე ან ადამიანი, ვინც კარგ მოდებატეებს, ორატორები შეგვიძლია დავარქვათ, უყურებს, უსმენს, მნიშვნელოვანია, რომ დააკვირდნენ ერთი, იყვნენ ჩართული
აქტიურად მოსმენაში დააკვირდნენ რა საუბრობენ და როგორ არის არგუმენტი ფორმულირებული. არგუმენტი ყოველთვის უნდა იყოს მოკლედ ფორმულირებული, რომ ადვილად გასაგები იყოს და აღსაქმელი იყოს მსმენელისთვის, მაყურებლისთვის შესაბამისად, რაც ხშირად გვეშლება ხოლმე პოლიტიკოსებსაც, ბიზნესმენებსაც, საჯარო მომხელებს და ასე შემდგომ, რომ ვიწყებთ საუბარს ალთას და ვამთავრებთ ხოლმე ბალთას. აი ესე მიყვება ხოლმე და ერთი გრძელი ნათქვამი გამოდის და ხანდახან გვავიწყდება რითი დავიწყეთ საუბარი. ან ჩვენ კი გვახსოვს, იმიტომ რომ წინასწარ ვართ მომზადებული, მაგრამ კარგავთ ხოლმე ჩვენს მსმენელს, ჩვენს ვინც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ჩვენს კამათზე, ასე ვთქვათ, ჩვენი კამათიდან, რომ რისი თქმა მინდოდა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია თეზისებად საუბარი. სხვათა შორის დღეს მქონდა ერთ-ერთ ბიზნესთან საუბარი, კომუნიკაცია, არ დავასახელებ, რომელი ბიზნესი იყო და მას უთხარი, კარგი პრეზენტაცია გააკეთეს, ძალიან სატელევიზიო პრეზენტაცია, ძალიან მომეწონა, ვისიამოვნე, შევაქე კიდევაც, მაგრამ იქ უთხარი, რომ კარგი იქნება რამოდენიმე საკვანძო თეზისი იყოს გამოყოფილი. ხშირ შემთხვევაში მსმენელი მახსოვრებს ხოლმე 3 მაქსიმუმ 4 საკვანძო საკითხს. დებატებში ზუსტად ეს ტექნიკა არის გამოყენებული და ჩვენ ვამბობთ ხოლმე, რომ მოდებატებმა უნდა ჩამოაყალიბონ 3 ძირითადი არგუმენტი. არგუმენტი, როგორც წეგან აღნიშნე, ეს არის საკამათო თემას ან თეზის ან პოზიციას დამატებული იმიტომ, რომ და რაც მერე მოდის ერთი ლაკონური წინადადება თხრობით ფორმატში და პოზიტიურ ფორმატში, რაც გულისხმობს, რომ არ უნდა ერიოს. ანუ ნეგატიურ კონტექსტში არ უნდა იყოს. თხრობით ფორმატში უნდა იყოს ლაკონური წინადადება, მოკლედ, რომ ადვილად დასამახსოვრებელი იყოს. 3 ან 4 არგუმენტი ყველაზე მეტი, რომ კარგად დაიმახსოვროს მსმენელმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩამოსაყალიბებელი. შესაბამისად, ჩვენ როგორც მაყურებლებს უფრო ადვილად დავიმახსოვრებთ. და შესაბამისად, შეგვიძლია იმ 3-4-ის ადვილი გაკრიტიკება, ვიდრე უსასრულო ჩამოწერილი დამწყებ მოდებატეებს ეშლებათ ხოლმე და ბევრ არგუმენტებს ამბობენ. არ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არგუმენტები გააერთიანონ, გაამსხვილონ, ან საჭიროების შემთხვევაში დააცალცალკევონ და დააკონკრეტონ, გააჩნია აქ დებატების რომელ ფორმატს ვირჩევთ, რა ტიპის დებატები არის და როგორ მიმდინარეობს კამათი. ანუ მოსაზრებები ძალიან კონკრეტული, თეზისებად მეორნაირად ჟარგონს გამოვიყენებ, კი არა და ბარბარიზმს გამოვიყენებ, bullet point-ებად ჩამოწერილი თეზისები ძალიან მნიშვნელოვანია. აქვე უმნიშვნელოვანესია სტატისტიკა და საზოგადოდ ცნობილი მაგალითები და ფაქტების მოყვანა. კერძო მაგალითები, რომ ჩემი მეზობლის, ბიძაშვილის, ბების რაღაცა როგორც წესი არ ამართლებს. ფაქტები და მაგალითები უნდა იყოს საზოგადოდ ცნობილი, ყველასთვის ხელმისაწვდომი, რომ ელემენტარული წეღანაც ვახსენეთ და სოციალური მედია დაგუგულის შემთხვევაში, რომ ადვილად მოიძებნებოდეს, რომ ნამდვილია თუ არა. სტატისტიკური მონაცემები უნდა იყოს აუცილებლად გამოყენებული, სტატისტიკური მონაცემები თან უნდა იყოს სანდო და ვალიდური და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სანდო, ანუ ისეთი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა და სტატისტიკა, რომელიც არის აღიარებული და საზოგადოდ ცნობილი მისაღები და ვალიდური, ამ შემთხვევაში ნიშნავს, რომ ეს არ იყოს სიტყვაზე აგერ გუშინ გავიგეთ თუ რამოდენიმე დღის წინ გავიგეთ, რომ საქართველოს მოსახლეობა თურმე 3,900,000 ადამიანი ყოფილვართ. ეს არის ახალი მონაცემი. თუ ჩვენ ნახავთ წინა კვლევის, რომელიც 2014 წელს ჩატარდა, მაშინ ვიყავით 3,900,000-მდე მოსახლეობა. ეს საქსტატის მიერ დადებული ინფორმაცია არის. თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ამ 3,900,000-დან ნახევარი, პირობითად რო ვთქვათ, არის ქალი, ნახევარი კაცი და დავთვლით, რამდენი გამოდის, ესე იგი 1,755,000 მოსახლე არის ქალი და ნახევარი, მეორე ნახევარი კაცი, არ იქნება სანდო, კი არა, ვალიდური აღარ იქნება, იმიტომ რომ დღევანდელი მონაცემებით ვართ უკვე თითქმის 4 მილიონამდე. ანუ ციფრები უკვე სხვადასხვა არის მოცემული, ხო? ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ისე ვიმეორებ. არგუმენტები, კონკრეტული სტატისტიკა, მაგალითები და პრეზენტაცია. პრეზენტაციაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ეს გამოსვლა ნებისმიერი მომხსენებლის იყოს დამაჯერებელი. არ იყოს
წეღანას ვახსენე ალთას დაწყებული, ბალთას გაგზელებული, ან არ იყოს მუდმივად ესე წაკითხული და თან ხანდახან ხვდება ხოლმე ესეთი შემთხვევები, როდესაც მომხსენებელი იმასაც კი ვერ მკითხულობს, რაც დაუწერეს. ეშლება ხოლმე, ხო? ხო, ან სიტყვა ეშლება. ნერვიულობის ელემენტი შეიძლება. მაგრამ კარგი ორატორს მსგავსი შეცდომები კარგად უნდა იყოს ნავარჯიშები სახლში. ბევრჯერ უნდა იყოს ნავარჯიშები. თუ სატელევიზიო გამოსვლა არის, უნდა იყოს გამოყენებული, სასურველია სუფლიორი იყოს გამოყენებული და იქიდან ისე კითხულობდეს, როგორც ჟურნალისტები კითხულობენ, ხო? დღესდღეობით ვიცით, რომ თვალს ადევნებენ, კარგი პრეზენტაცია. ასევე დებატებში და კარგ გამოსვლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზომიერ, ოღონდ ზომიერ ხავს უსმევ იუმორს, რომელიც არ არის დაუკრეფავში არ გადადის, იმიტომ რომ იუმორი კარგად იყიდება, ასე ვთქვათ და საინტერესოდ შემოდის ხოლმე. რაღაც ცნობილი ფრაზების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, ანდაზები, ან კონკრეტული მაგალითები, რაც საჯაროდ და ყველასთვის ცნობილი არის. ეს არის საკვანძო საკითხები, რაც კარგ მოდებატეს, კარგი გამოსვლის დროს უნდა გქონდეს. ძალიან საინტერესოა. რა შეგვიძლია ვთქვათ, აი ლოგიკურ შეცდომებზე, იმიტომ რომ ხშირად აი როგორც ვთქვით, ადამიანები თავისი არგუმენტის გასაძლიერებლად იყენებენ სხვადასხვა ხრიკებს, სხვადასხვა ტექნიკებს, რომ მოწინააღმდეგე ან მაყურებელი მსაჯი შეიყვანონ შეცდომაში. დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალური დებატების დროს მსაჯი ეს შეცდომაში ვერ შევა, მაგრამ როდესაც გვაქვს საჯარო დებატები ან ასე შემდეგ, ძალიან მარტივი არის ხოლმე, რომ აი ემოციაზე დაფუძნებული არგუმენტით ან ავტორიტეტზე დაფუძნებული არგუმენტით და სხვადასხვა მეთოდებით, რომ არგუმენტი გადაწონოს ვიღაცამ საკუთარ არალეგალურად შეიძლება ითქვას საკუთარ მხარეს და შეცდომაში შეიყვანოს დამკვირვებელი, გამომრჩეველი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანი და ჩვენ როგორც მოსახლეობამ, ჩვენ როგორც მსაჯებმა, ასე ვთქვათ, როგორ შეიძლება ეს ამოვიცნოთ, რა ტექნიკები არსებობს, როგორ ამოვიცნოთ და როგორ შეიძლება თავი დავიცვათ. შეიძლება ვრცელი თემა შემოვიტანოთ, მაგრამ პოდკასტი შეგვიძლია ჩავწეროთ ამაზე, მაგრამ დრო გვაქვს. ხო, ეს არის ზუსტად ის დეზინფორმაცია, რაც ახსენეთ წეგან თქვენ. და კრიტიკული აზროვნება. დებატები ამითარებს კრიტიკულ აზროვნებას. ზუსტად ეს არის, რომ რაც უფრო მეც შეიძლება საკითხის სხვა რაკურსით დანახვა, მით მარტივია ამოცნობა, რომ რამდენად სიმართლეს და ჭეშმარიტებას გვაწვდის ჩვენ. მოდებატე იქნება თუ ამ შემთხვევაში მოდი ბიზნესით შემოვიყვანოთ უფრო ღრმად. იმიტომ რომ მარკეტინგი არის ზუსტად მაგაზე დაფუძნებული. მარკეტოლოგები სხვადასხვა ინსტრუმენტებს იყენებენ. მათ შორის სამი ყველაზე გავრცელებული არის, როდესაც აი მაგალითად ექსპერტი არის ჩართული და ექსპერტს როგორ ამოვიცნოთ ხოლმე სატელევიზიო სცენარიდან, ხო? რეკლამიდან როგორ ამოვიცნოთ. ძალიან მარტივია, მაგალითად თუ თეთრი ხალათი აცვია, ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ ის ავტოხელოსანი არ იქნება, ხო? ის არის ექიმი და ის ექიმი თუ რაღაცას გვეუბნება, სანდოა. ეს ჩვენ ავტომატურად ჩვენ და დამოუკიდებლად ჩვენ ქვეცნობიერი ესე აღიქოს. თუ თეთრი ხალათი აცვია, მithumetes ფონეიდოსკოპი თუ კიდია სიტყვაზე, ფიქრობთ, რომ ეს ალბათ კარდიოლოგი ან სასუნთქი ორგანო, რაღაც ექიმია ყველა. ყველა ვარიანტში ვიცით, რომ ექიმია, მაგრამ თუ ჩვენ ნახავთ პირობითად კომბინიზონი თუ აცვია და ცოტა ხელი მაზუთიანი თუ აქვს, ან რაღაც უკვე ზუსტად ვიცით, რომ ის ავტოხელოსანია. შესაბამისად, ეს ადამიანი და ის ადამიანი რასაც ამბობს, აი ესე გონია, ჩვენგან დამოუკიდებლად, რომ იმ დარგის ექსპერტები არიან ესე. თუმცა რეალურად შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჩვეულებრივი მსახიობები არიან, რომელიც ამა თუ იმ რეკლამაში მონაწილეობენ. დებატებში ზუსტად მასეა. ხშირად შეიძლება მოვიყვანოთ ამა თუ იმ ცნობილი შესაბამისი სპეციალისტის ექსპერტის სიტყვები. აი როგორ ამოვიცნოთ ეს მართლა მან თქვა თუ არა? აი ცოტა რთულია. არ არის მარტივი საქმე. ეს უნდა მოხდეს გადამოწმება. ხანდახან მომენტალური გადამოწმება ჭირს, მაგრამ ამაზე, არ ვიცი, აი დეზინფორმაციაზე უნდა ვისაუბროთ და თქვენი ერთ-ერთი პოდკასტიც ამას შეეხო წინა პოდკასტებიდან, რომ როგორ ამოვიცნოთ დეზინფორმაცია. კი. უბრალოდ მაინტერესებს, ანუ რატო გვაქვს ეს მიდრეკილება, რომ აი ვიღაცამ რო თქვა რაღაცა, ექიმ ხალათიანმა, ესე იგი ეს შეიძლება ვალიდურ არ მე ყოველთვის მქონდა ესეთი
ასე ვთქვათ, წინააღმდეგობა ესეთ რაღაცასთან, რომ როდესაც აი ესეების წერაში ამბობდნენ, რომ აი ლიტერატურიდან მოიყვანეთ მაგალითი, მაგრამ ჩემთვის ციტატა ან რაღაც სიტუაცია, აი როგორც იმას დაემართა ამ წიგნში, მაგრამ ყოველთვის მქონდა ეს წინააღმდეგობა, რომ ეს იმიტომ დაემართა, რომ ავტორს უნდოდა, რომ ესე დამარცხნოდა, რომ ეს აზრი გადმოეცა. შესაბამისად, ეს არგუმენტად რატო შეიძლება იყოს გამოყენებული რეალურ სამყაროში, როდესაც შეიძლება მეორე მხრიდან რომ მიუდგეთ, წიგნში იმიტომ წერია, რომ ავტორის ფილოსოფიური ან ფსიქოლოგიური ან რაღაცა ტიპის პოლიტიკური განცხადება მეტაფორულად ალიტერაციაში თუ ასე შემდეგ გადმოცემულია წიგნის სახით და იმ თავარ გმირს ემართება ის, რაც უნდა რომ ავტორს დაემართოს, იმიტომ რომ ავტორი ფიქრობს, რომ ესეთი რაღაცა ესე უნდა ხდებოდეს. კი, ეს საკმაოდ სუბიექტურია. ავტორებთან მიმართ, წიგნებთან მიმართებაში თუ მივალთ, ზუსტად ისე ხდება, როგორც ავტორს უნდა. ხო. ან ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე უამრავ წიგნს აქვს, ბოლომდე არ ხსნიან, ასე ვთქვათ, თავის ამერიკის პრეზიდენტის თავის ესხები და კარტებს არ ხსნიან ბოლომდე, ხო, როგორც სხვა პრეზიდენტს მიმართა, რომ სათანადო კარტებით არ კარტებს არ ხსნიან და ბოლომდე შესაბამისად კითხულს უტოვებენ ამოცანას, რომ იქნებ ესე მოხდეს. ან შემდგომ ზოგიერთი ავტორი იყენებს ხოლმე ამას და მეორე წიგნს გამოსცემს, რომ გაგრძელება იყოს და ესეც ისევ მარკეტინგთან მივდივართ. მარკეტინგული ხრიკი შეიძლება იყოს გამოყენებული ფილმების შემთხვევაში, ხო, იდეალურად არის ეს სერიალების შემთხვევაში. საინტერესო მომენტის დროს არის ჭრა და გადის რეკლამა. კი. რატომ? აქაც ზუსტად ის მარკეტინგული ხრიკია ჩადებული, რომ გაინტერესებს მერე რა მოხდება, მაგრამ არ გადართავ, იმიტომ რომ ეს რეკლამა რო დასრულდება, მერე რო გაგრძელდება რაღაც რო და გამოგრჩეს, აი ზუსტად ეგ არის. დებატების ინსტრუმენტშიც ზუსტად შეიძლება შეცდომაში შეყვანა მოხდეს ერთი, როგორც თქვი, ამ ვიღაც ავტორიტეტული ადამიანის გამოყენებით, ვინც დარგის პროფესიონალი. ამის ამოცნობა როგორ ხდება ძალიან ინდივიდუალურია. ყოველ შემთხვევაში თუ ჩვენ კრიტიკული აზროვნება განვითარებული გვექნება, ბევრი წიგნი გვექნება წაკითხული, ბევრი სიტუაციური ანალიზი გვექნება გაკეთებული, უკვე შეიძლება ეჭქვეშ დავაყენოთ, რომ იქნებ ეს ის არ არის, რასაც ასე ვთქვათ, ასე ადვილად მთავაზობენ. ამის ქვეშ რა ხდება? სიღრმეში ჩავიდეთ, ხო? რა ვიცი, მაგალითებით შეგვიძლია მოვიყვანოთ უახლოესი საქართველოს ისტორიიდან, რაღაცას რო გვეუბნებიან, რომ ესე ვაკეთებთ, იქნებ თვალში ნაცარს გვაყრიან და სულაც არ ხდება მასე და ამას იმიტომ გვეუბნებიან, რომ ჩვენ ადვილად, ასე ვთქვათ, ვჭამოთ, დავიჯეროთ და რეალური მიზანი სულ სხვა რამე აქვს ამა თუ იმ ორგანიზაციას, მარკეტინგულ ჯგუფს, პარტიას და ასე შემდგომ. მეორე მაგალითი რაც მინდა მოვიყვანო, ერთი თქვი ექსპერტი, ავტორიტეტული ადამიანი, ვინც დარგის სპეციალისტია. მეორე არის ხოლმე ადამიანი, ვინც გამოსცადა პროდუქცია. უბრალო ადამიანი. ამას ზეპირ სიტყვიერ მარკეტინგსაც ეძახიან ხოლმე, სარაფანის რადიოსაც ეძახიან ხოლმე, როდესაც ინფორმაცია პირიდან პირზე ვრცელდება. მე გამოვცადე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ძალიან კარგად მუშაობს ხოლმე ეს გარკვეულ წეღარ ახსენეთ თქვენ ბაბლებში. მაგალითად პედაგოგებში მუშაობს ძალიან კარგად. რომ პირობითად რაღაცა ქვაბები ვიყიდე და ისეთი კარგია, რომ მე მთელი სკოლა, ან მთელი სამედიცინო დაწესებულება იმას ყიდულობს, იმიტომ რომ ამ ადამიანმა გამოსცადა და კარგია. აქაც შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. არა მარტო იმ საინფორმაციო წყაროდან მიღებული, არამედ ვერბალურად გადაცემული ინფორმაციაც, რომ ნამდვილად გამოსცადა, ნამდვილად კარგია თუ რამე სხვა ინტერესი ხო არა აქვს ამას. მაგალითად, მისი შვილი მუშაობდეს იმ კომპანიაში და უნდოდეს გაყიდვები. ან ფული გადაუხადეს, რო ეგრე გადაუხადეს, ხო? ან არაცუდი გაგებით, რა თქმა უნდა, кэшბექი აქვს, რამდენიც გაიყიდება, იქიდან რაღაც პროცენტი მისდის. რატომაც არა? ანუ ეს არის მეორე არხი, ერთი, ვინც გამოსცადა პროდუქცია, მეორე ექსპერტი და მესამე არხი ინფორმაციის გადაცემის, სადაც ეს შეცდომაში შევდივართ ხოლმე. ეს არის ავტორიტეტული, აი ეს ცნობადი სახეები. სახიობების გამოყენება სიტყვაზე, ფეხბურთელებს, სპორტსმენების გამოყენება და ასე შემდეგ სხვადასხვა პირების, ვინც ზოგადად ცნობადი სახეა და ის ამბობს, რომ ეს რაღაცა არის ძალიან კარგი. აქაც იგივე საკითხთან მივდივართ. როგორც იმ თეთრ ხალათში ჩაცმულ ადამიანთან, როგორც იმ პედაგოგთან, რომელიც უბრალოდ თავის ბაბლში ავრცელებს ინფორმაციას და ასევე ეს ცნობადი სახე, რომელიც ამბობს, რომ ეს ძალიან გემრიელია, ეს ძალიან კარგია, გამძლეა. რაღაც ინტერესი და ზუსტად დებატები ამ უნარებს არ ვითარებს. კრიტიკულად შევხედოთ.
რატო ამბობს ეს ადამიანი. თუმცა მეორე მომენტიც არის, რომ თლათ ეჭვებში არ უნდა გადავეშვათ და საკუთარი თავი არ უნდა დავისტრესოთ, რომ ყველაფერი რო ეჭქვეშ დავაყენოთ, შეიძლება ნერვოზიც და ფსიქოზიც დაგვემართოს. ხო, ცოტა რთული არის თანამედროვე ადამიანი რო იყო, იმიტომ რომ ბალანსი უნდა დაიჭირო რაღაცნაირად. ვინდა ჩვენ ჯანსაღად შევხედოთ, უნდა ვეცადოთ, რომ რაღაც საკითხებს მეორე მხრიდან შევხედოთ. იქნებ იმ ვიღაცას გამართლება აქვს. რა გამართლება აქვს, რატო აქვს? რა ამოძრავებს მას, რომ ეს რაღაცა ჩაიდინა, ეს რაღაცა გააკეთა. ხო, მე ერთადერთი რაც ვიპოვე ჩემ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, რაც მე ვფიქრობ, რომ მე ხმარება, რომ შევინარჩუნო ჩემი სიმშვიდე და ფსიქოზში არ გადავიდე, რომ ყველაფრის გადამოწმება დავიწყო, არის რომ ყველა სიტუაციაში შევიდე იმ განწყობით, რომ შეიძლება ბევრი რამე ამ თემაზე მე არ ვიცოდე. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება წლების განმავლობაში ვსწავლობდე რაღაცას, ყოველთვის ვცდილობ, რომ ის პოზიცია დავიჭირო, რომ შეიძლება მე რაღაცა არ ვიცოდე, რაღაცა გამომრჩა და ყოველთვის რაღაც არგუმენტს რო ვისმენ იმის მაგივრად, რომ ესე არ არის, ვცდილობ, რომ მაინც გადავამოწმო თუ განსაკუთრებულად ეწინააღმდეგება ჩემ პოზიციას, ვიდრე დავიწყო, რომ პირდაპირ აი თქვენ არასწორი ხართ, ამიტომ და. აქედან გადავდივარ ჩემ შემდეგ კითხვაზე. როგორც თქვით, საქართველოში ცოტა რთული არის განაცალკევოს ადამიანმა არგუმენტის კრიტიკა, მისი პერსონის ამ პირადი კრიტიკის. თქვენ გამოცდილებაში როგორ არის შესაძლებელი იმ სამყაროში, როდესაც ჩვენ პრაქტიკულად სოციალურ მედიაში თუნდაც გვიწევს ადამიანებთან ურთიერთობა, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს და არ გვინდა, რომ გავაღრმავოთ პოლარიზაცია, ერთმანეთისადმი აგრესია გავაღრმავოთ, როგორ შეიძლება დებატებში შევიდეთ, მიუთითოთ ადამიანს რაიმე ტიპის შეცდომაზე ისე, რომ მისგან აგრესია კი არ გამოიწვიოთ, არამედ ჯანსაღი დებატი გამოიწვიოთ. ხო, არც თუ ისე მარტივია ეს. შეიძლება პირდაპირ ესე მოკლედ, რო ვთქვათ, არც თუ ისე მარტივია. მიმღებლობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ ადამიანებს ჰქონდეს მიმღებლობა კრიტიკის. ეს დასწავლადია, ჩემი სუბიექტური აზრით, სწავლებადია და ამაზე როგორც ფორმალური განათლება სკოლები და უნივერსიტეტები უნდა ზრუნავდნენ, ასევე უამრავი ტრენინგები ტარდებოდა. დღესდღეობით სტარტდება არაერთი ტრენინგი, თუმცა გაცილებით უფრო ცოტა ვიდრე წლების წინ ხდებოდა საქართველოში, რომელიც ჩვენ პიროვნულად გვზრდის. გვაყენებს სხვადასხვა სიტუაციებში. მათ შორის წიგნებთან მიმართებაში არის ძალიან საინტერესო. რაც უფრო მეტი წიგნი გვაქვს ადამიანს აკითხული, შესაბამისად ჩვენ შევდივართ იმ პერსონაჟების როლში. და თუ როდისმე აღმოჩნდით იმ ვითარებაში, რა როლშიც ის პერსონაჟი იყო, ჩვენ აუცილებლად გმირად გვესახება ის პერსონაჟი და დამხმარეთ და გამოვყავართ რაღაც სიტუაციიდან. ფილმებსაც დაახლოებით იგივე შესაძლებლობა აქვს. ოღონდ ფილმები წიგნებისგან განსხვავებით არის ის, რომ ფილმებს აქვს უფრო ცოტა მოკლე მეხსიერება, ფილმები უფრო მალე გვავიწყდება ვიდრე წიგნები. წიგნიდან მოტანილი ემოცია, შეგვიძლია ემოციური ინტელექტსაც შევეხოთ, ამ შემთხვევაში უფრო ღრმად არის და უფრო გვამახსოვრდება ჩვენ, ვიდრე ფილმიდან, რომელიც სწრაფად გაივლის ხოლმე. შესაბამისად, თუ ჩვენ ბევრ როლურ სიტუაციაში ჩავდგებით, რის საშუალებასაც ბევრი ტრენინგები და ბევრი სწავლება იძლევა, წიგნები იძლევა. ამ შემთხვევაში უფრო ადვილია მიმღებლობა გქონდეს იმ კრიტიკის, რასაც თქვენ გამისვით კითხვა, ხოლო თუ არ ჩავდგებით ამ სიტუაციაში, უფრო რთულად მივიღებთ, რა თქმა უნდა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ კი ტრენინგები ძალიან საინტერესო არის, პატარ-პატარა ინტერვენციები, ასე ვთქვათ, აი დეზინფორმაციის მიმართულებითაც ხშირად ვაკეთებთ ტრენინგებს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის საკმარისი. და ჩვენ ვისაუბრეთ, რომ სკოლაში უნდა იყოს ინტეგრირებული, მე ვფიქრობ, რომ მედია წიგნიერება აუცილებლად უნდა იყოს სკოლის კურიკულუმში ინტეგრირებული, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია პასუხისმგებლიანი ინდივიდი გაიზარდოს. თქვენ ასევე ამბობთ, რომ დებატებიც ასევე ინტეგრირებული უნდა იყოს. მე ვფიქრობ, რომ ეს ორი ერთმანეთს ერთადაც შეიძლება იყოს. იმიტომ რომ ორივე არის კრიტიკულ აზროვნებაზე და პოზიციების შეჯამებაზე და ინფორმაციის მოძიებაზე ორიენტირებული, გადამოწმებაზე ორიენტირებული, ამიტომ ერთმანეთს ავსებს. არსებობს თუ არა, გაქვთ თუ არა პოლიტიკა, რაზეც ვისაუბრეთ, როგორ შეიძლება გეგმა სკოლაში როგორ შეიძლება ეს იყოს ინტეგრირებული? ძალიან საინტერესოა. ძალიან რთულია დღესდღეობით. ეს მარტივი იყო წლების წინ, როდესაც სკოლის კარი ღია იყო ყველასთვის და ხდებოდა ბავშვების განვითარება. არა მარტო ფორმალური განათლებით, არამედ ძალიან პრაქტიკული საჭირო საკითხების შეტანით სკოლაში. დღესდღეობით სკოლის კარი არის სამწუხაროდ დაკეტილი.
შეიძლება არაერთი სტრუქტურა თქვას, რომ არა, სკოლის კარი ღია, თუმცა რეალურად რო შევხედავთ, სკოლაში არასამთავრობო ორგანიზაციების შესვლა მით უმეტეს არის ძალიან რთული და შეიძლება ითქვას, რომ 9-თავიანი დევის დამარცხება იყო საჭირო იმისთვის, რომ შევიდეთ სკოლაში და ბავშვზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროგრამა განვახორციელოთ. მათ შორის დებატების, კრიტიკული აზროვნების, მათ შორის დეзинფორმაციასთან ბრძოლის. არ ვიცი ეს რის გამო არის გამოწვეული. შეიძლება ნება არ არის, რომ ყველას ჰქონდეს კრიტიკული აზროვნება. ან შეიძლება არ არის ნება იმის, რომ დეзинფორმაციასთან ბრძოლა შეეძლოს ყველას. ნათქვამიც არის, ხო, უღრიე წყალში თევზი ადვილად იჭირებაო, ხო, ესეთი ნათქვამი არის, ცოტა კუთხურად რო ვთქვათ თან, და შეიძლება მაქედან გამოწვეულიც იყოს. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი არის სკოლის ეტაპიდან ცვლილებების განხორციელება, ინტერვენცია, რომელიც არა მარტო ბავშვს ზრდის, არამედ ანვითარებს პედაგოგსაც და ამავდროულად ანვითარებს მთელი ბავშვის გარშემო მყოფს, ანუ ოჯახზე ახდენს დადებით ცვლილებებს. ამიტომ სკოლაში მსგავსი ტიპის აქტივობების განხორციელება იქნებოდა იდეალური, მათ შორის დეзинფორმაციასთან ბრძოლის, მათ შორის კრიტიკული აზროვნების დებატები დავარქვათ თუ რაც გნებოთ, მათ შორის ეკონომიკური აზროვნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და აქა-იქა შევეხეთ ბიზნესებს, მაგრამ ეს ჩვენ დღევანდელი სასაუბრო თემა არ არის. ეკონომიკური აზროვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ შეეძლოს ბავშვს დათვალოს თავის ფინანსები და როგორ მართოს ეს ფინანსები. ეს უნიშნულოვანესი. იმ ფუნდამენტალურ დისციპლინებთან ერთად, დისციპლინები როგორც საგნები, ესე გულისხმობ, მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ელემენტების შეტანა სკოლაში, რომ უფრო მეტად განვითარებული და ჩამოყალიბებული საზოგადოება გავსარდოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება ერთ დღეში, ან თუნდაც ერთ სემესტრში, ან ერთ წელიწადში, ამას ცოტა ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება. თაობები შეიძლება კი, კი, ერთი თაობა ალბათ არც ეყოფა. თუნდაც დებატების მაგალითზე რო ავიღოთ, ჩემი გამოცდილებით, როგორც აღნიშნე, 98 წლიდან აქტიურად ხორციელდებოდა 98 წლიდან, შეიძლება ითქვას 2005-მდე ყველაზე ესეთი ოქროს ხანა იყო დებატების პროგრამაში საქართველოში. უამრავი ყოველწლიურად 2-3 ბანაკი იმართებოდა, რომელშიც 100, საშუალოდ 100 ბავშვი მონაწილეობდა. უამრავმა ადამიანმა გაიარა დებატების პროგრამა, გაიზარდნენ და დღესდღეობით თუ ვინმე გაიგებს, რომ ძველი მოდებატეა, სხვანაირი სიყვარული და დამოკიდებულება აქვს. მიუხედავად იმისა, ვინ რა პოზიციაზე, რომელ პოლიტიკურ, ბიზნეს თუ სხვა სექტორს წარმოადგენს. მაინც სხვანაირად უდგებიან ერთმანეთს. მოდებატე ხანდახან ვამბობთ ხოლმე ეს ცოტა ქილიკით, იუმორით, რომ დებატები არის დაღვადება და თუ ერთხელ ეს ინფექცია შეგეყარა, მერე მუდმივად მოდებატე ხარ და მუდმივად გინდა ინფორმალური წევანდელი ჩემი ნათქვამის არ იყოს ენის თუ კბილების ალესვა, რომ მუდმივად იდებატო და რაღაცა ამტკიცო. კი ბატონო, საინტერესოა, ანუ სანამ ვისაუბრეთ, რომ თაობები შეიძლება დაჭირდეს იმის გამოწურთნას, ამ უნარების განვითარება სკოლებში ინტეგრაცია იმ სიჩქარით არ გამოდის, როგორითაც უნდა გამოვიდეს, იგივე დეзинფორმაციასთან ბრძოლის მიმართულებითაც და რა შეუძლიათ ადამიანებს, ვინც ახლა გვიყურებს, თავისი შვილებისთვის ან საკუთარი თავისთვის გააკეთოს, რომ უფრო გათვითცნობიერებული იყოს დებატების საკითხებში, უფრო კარგად შეიცნოს არგუმენტის სტრუქტურა, ანუ ჩვენი პოდკასტი დაეხმარება ადამიანს გაიკვლიოს გზა, მაგრამ ვერ შევძლებთ იმას, რომ მას ამოუწურავი ინფორმაცია მივაწოდოთ სამწუხაროდ. და როგორ შეუძლიათ ამ პოდკასტის გარეთ საკუთარი რესურსებით განივითარონ ის უნარები, რაც არის საჭირო იმისთვის, რომ თანამედროვე დემოკრატიულ სამყაროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან სხვის აზრზე დამოკიდებული, აქვთ საკუთარი არგუმენტის პროფესიონალურად ჩამოყალიბების უნარი. მადლობა შეკითხვისთვის. დღესდღეობით სამწუხაროდ არც თუ ისე ბევრი საშუალება არის განსხვავებით წლების წინ რაც ხდებოდა საქართველოში, იმიტომ რომ ბევრი ორგანიზაცია მუშაობდა დებატების კუთხით. ძირითადად ეს მაინც შემოიფარგლება ხოლმე საქართველოში არაფორმალური განათლების კუთხით, რასაც ვერ ვიტყვით დასავლურ სამყაროს. იმიტომ რომ დასავლური სამყარო იგულისხმება ევროპა და განსაკუთრებით ამერიკა მაქსიმალურად ცდილობს, რომ კრიტიკულად მოაზროვნე თაობა გაზარდოს, იმიტომ რომ კრიტიკა უფრო მეტად აჯანსაღებს და აძლიერებს ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს. საქართველოში ამ კუთხით სულ რამოდენიმე ორგანიზაცია ვარ, შეიძლება ითქვას, ვინც
აქტიურად მუშაობთ. ერთ-ერთ მაგალითად დებატების საგანმანათლებლო ასოციაციას ამ წუთასაც გამოცხადებული აქვს დებატების ბანაკი ხორციელდება. ფასიანი ბანაკი არის სამწუხაროდ არ არის დაფინანსებული და ყველას არ შეიძლება მონაწილეობა, თუმცა ვისაც შეუძლია, ეს არის ერთ-ერთი ინვესტიცია, რომ გაზარდო საკუთარი შვილი. მშობლებზე მაქვს ახლა ამ შემთხვევაში აქცენტი, რომ გაზარდო საკუთარი შვილი, კრიტიკულად მოაზროვნეთ, ჯანსაღად მოაზროვნეთ, რომ მას შეეძლოს საკუთარი თავის დაცვაც კრიტიკულად აზროვნების დროს და შეეძლოს არსებული სიტუაციის, ასე ვთქვათ, გაფილტრა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ამისთვის ერთი აქტივობა, როგორც თქვი, დებატების საგანმანათლებლო ასოციაცია აკეთებს ბაკურიანში იგეგმება ეს ბანაკი, გარდა მაგისა რუსთავში მაგალითად რომელი ორგანიზაციის ხელმძღვანელიც ვარ, ეს არის პროფესიო, პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი. ჯერ არ აქვს გამოცხადებული და ახლო მომავალში რუსთაველი ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის გვექნება პროექტი, რომლის ფარგლებშიც გადავამზადებთ ძალიან პატარა ჯგუფს 25 ახალგაზრდას დებატების ყველა ფორმატში, მათ შორის გვექნება სხვადასხვა ტრენინგები და აგერ ჩვენ საუბრის დროს მადლობა მინდა გადაგიხადოთ უკვე ვისარგებლო ამ შემთხვევით, რომ წინასწარ სანამ ამ გადაცემას დავიწყებდით ვისაუბრეთ და დეზინფორმაციასთან დაკავშირებით თქვენ გამოცდილებას გაუზიარებთ ჩვენს ახალგაზრდებს და დიდი სიამოვნებით. კი ბატონო, უკვე დავიჭირე ეს მომენტი და ამ ახალგაზრდებთან ამ სხვადასხვა ტრენინგებს ჩავატარებთ. რუსთაველ ახალგაზრდებზე იქნება აქცენტი, თუმცა რუსთაველების და სხვა ახალგაზრდებსაც შეიძლება ჩაერთონ და მიიღონ მონაწილეობა ამ ტრენინგ კურსში, განივითარონ უნარები და მერე მათ გადასცენ ეს თავის გამოცდილება მოსწავლეებს, ძირითადად აქცენტი იქნება მოსწავლეებს და შემდგომ უკვე ჩატარდება ტურნირი მოსწავლეთათვის. ეს მეორე ორგანიზაცია არსებობს ასევე ქუთაისში ერთი ძალიან კარგი ორგანიზაცია, რომელსაც დებატების სასწავლო პროგრამა აქვს და არსებობს ბათუმში, ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად იყო ხოლმე არაერთ კარგ პროგრამას აკეთებდნენ. მათ შორის თითქმის ყველა ქალაქში გვაქვს, ასე ვთქვათ, ის თავიდან რომ ვამბობდი, რომ წლების წინ ძალიან კარგი ორგანიზაცია, მყარი ორგანიზაცია იყო, რომელსაც ეს დებატების საგანმანათლებლო ასოციაცია ისევ აგრძელებს. ამ საქმიანობას მთელ საქართველოში ყავს, ასე ვთქვათ, ჩვენი ბაბლი, ძველი მოდებატეებს ვეძახით ხოლმე და საჭიროების შემთხვევაში ეს თელავი იქნება, გურჯაანი იქნება, კახეთი იქნება, აღმოსავლეთი იქნება, დასავლეთი იქნება, ყველგან ვაკეთებ ჩვენს ინტერვენციებს, ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს. თუმცა, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ დღესდღეობით უფრო შევიზღუდეთ არ ვიტყვი, რომ ხელფეხშეკრულები ვართ, თუმცა ძალიან ბევრი ჩარჩოები გვაქვს დაწესებული დღესდღეობით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ დროთა განმავლობაში ეს ისევ განვითარდება და გაიხსნება. გარდა ამ ორგანიზაციებისა, ვინც ვახორციელებთ სხვადასხვა აქტივობებს დებატების კუთხით, შესაძლებელია მე მაგალითად ყოველთვის სტუდენტებს და ახალგაზრდებს ურჩევ ხოლმე, რომ TED.com-ი გამოიყენონ, ეს საიტი TED.com-ი, რომელსაც უამრავი საჯარო გამოსვლა იდება. საიდანაც უამრავი მასტერკლასი შეიძლება მიიღო, ისწავლო და განივითარო უნარები, მათ შორის ბევრი ვისაუბრეთ ჩვენ დღეს არგუმენტირებულ მსჯელობაზე, კრიტიკულ აზროვნებაზე, ოპონენტის პატივისცემაზე, მოსმენის კულტურაზე, წერის კულტურაზე, ინფორმაციის დამუშავების და შემდგომ გადაცემის კულტურაზე. გარდა იუმორიც ვახსენეთ მათ შორის, ხო? გარდა მაგისა უმნიშვნელოვანესია პათოსი როგორი გაქვს და არისტოტელეს დაუბრუნდები, ისევ რითიც დავიწყეთ საუბარი, არისტოტელეს დარწმუნების თეორია არსებობს, სადაც პათოსი, ეთოსი, პათოსი, ლოგოსი სამი ქვაკუთხედი არის, ნდობა, ემოციაზე თამაში და ლოგიკური მსჯელობა არის გაერთიანებული, მაგრამ ბევრი მსგავსი ტიპის უნარები შეიძლება ისწავლონ, მათ შორის TED.com-იდანაც, მათ შორის წიგნებიდან, რომელიც კიდევ უფრო მეტად აღრმავებს ჩვენს ფილოსოფიურ ხედვას და გვაძლიერებს როგორც პროფესიონალის კრიტიკულ აზროვნებას გვიჩენს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო. მადლობა საინტერესო ინფორმაციისთვის და გულწრფელი საუბრისთვის. დიდი მადლობა თქვენ რომ ბოლომდე გვიყურეთ. გთხოვთ მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იაქტიუროთ კომენტარებში, მაქსიმალურად ვეცდებით რომ ყველაფერზე გაგცეთ პასუხი, თუ კითხვები იქნება და აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის გვერდი. დიდი მადლობა. ჩვენ შევხვდებით შემდეგ სამშაბათს ისევ 20 საათზე.